22 ეპიზოდი. Salami guys, რა შევით როგორ ხართ აბა? მოიცა აჩო. ერთი გათიშე. Salami, კაი. მოგესალმებით ახალი სტუდიიდან. მაგრამ სხვა არაფერი არ იცვლება რა. სხვა არაფერი არ იცვლება. საკითხები იგივე, ტოპიკები იგივე, ვაიბი იგივე. და ეხლა ნიკა შემოგვიყევი რატო გამოგაგდეს მაზეგიდან ხო რა. ხო გაგაგდეს და რა ხდებოდა? როგორ მოხდა? You got fired from your own company. How? ბიჭო, იცი რა არის? ანუ მე მგონია რომ არ გამომაგდეს ჩემი წამოვეთ. ხო, მაგრამ ესეთი თუ კომპანია აღარ არის, ისეთ რაღაც გააკეთე. იქით უნდა გავიხედოთ, თორსა დიდი მიმართვა გვინდა, ხო? არავის არ გამოვუშვარ მაზეგიდან, ისე ვარ მაზეგში. არა, ესეთი პრობლემა შემექმნა პირადად მე რომ AWS-ზე მოკლედ cloud-ზე Kubernetes-ის კლასტერზე, რავი, რაღაცები დავპოსტე რა, whatever, no? გუშინ წინ ნახულობ, აქ მეილი მომდის უბრალოდ და 700 რაღაცა დოლარის ეს ის კონტრა ქვია. ჩარჯი იყო და ხომ უნდა გადამეხადა რა. აქანი ვერ გადაიხადა? რა თქმა უნდა, არა, ბარათები გავაუქმე პირველ რიგში. და გამარჯობა, ბანკირი ხართ? და ტელეფონი გათიშე. არა, მართლა. ანუ ის არის რა. Fucking Bezos, ზუსტად რა. ანუ საკმაოდ ისეთი ესა ძალიან კარგი სახუმარო ტოპიკი არის, მაგრამ რეალურად პირველი ტიპი არც მე არ ვარ, მე მგონი. ანუ ძალიან ხშირი არის ხოლმე, როცა რაღაცის ანუ cloud-ზე ძალიან სწრაფად გაკეთება გინდა, რა მაგალითად რაღაცის დატესტვა ის AWS-ზე განსაკუთრებით რა. და ანუ რაღაც ლიმიტები ისეთ სერვისებზე, როგორც მაგალითად Kubernetes-ის კლასტერი არის, IKS-ი. ანუ ლიმიტები ავტომატურად არ არის რა. თავიდან ხო ეგრე არის რაღაც პრობლემა. ანუ თან რაღაცა ისეთ მართლა ფუნდამენტალური მასს არ იყენებ და IK არა, ხო, ოკეი. არა, როგორ რავი. ანუ ფუნდამენტალურში low level-ს იყენებ რა და ეს Fargate არის რა. და ანუ მან ის რა ანუ პრობლემა რაც მაქვს ახლა მე არის რომ ანუ ოკეი ანუ learning-ი ბაზარი არ არის, გასაგები არ არის რომ აშკარად მოკლედ ეს cost alert-ები რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არის ძალიან. და ნუ მე იმის იმედზე ვიყავი რომ გამახსენდება კაცო რა ანუ რა უნდა იყოს ეგეთი. და მეორე რაღაც რამდენად უფრო მნიშვნელოვანი არის რომ ანუ რაღაცას cloud-ზე რო აკეთებ, ანუ estimation-ი წინასწარ გქონდეს რომ თვის განმავლობაში worst case scenario-ში რა შეიძლება დაგიჟდეს რა. მაგის თული ხო? მაგას ის თვითონ გიწერს AWS. კი, ხო, უბრალოდ ანუ რაღაც estimated cost გიწერს. ისე ანუ აი go გიწერიათ, აი შენ ვიცი მაგრამ go-ში რო არის რომ რაღაცა რესურსო შექმნი და ეგრევე წერ defer close რა. და ცხოვრებაში ეგ ის უნდა გქონდეს რა ეს რო ვაკეთებ და რომ ვიცი რომ ეს დამავიწყდება მაგრამ აი ეს რომ ყველაფერი დამავიწყდება და ეგრევე reminder-ს ვაყენებ ხოლმე მაგრამ ხო ისე ანუ კურსები რო არის რა ისე ვინმეს გააქვს რომელიმეს გავლილი ეგ certification-ები რო არის AWS მე თავის დროზე გავლილი ანუ ჩაბარებული არა ხო მეც ეგრე მაქვს აი რაღაც რამდენიმე მაქვს cloud professional ნაყურები cloud practitioner რაც მჭირდებოდა იმის პონტში და დამეზარა LinkedIn-ზე დაპოსტე started learning AWS new achievement GoPeer-ში რაღაც მომენტში ანუ GoPeer-ში ერთ დღეს ვიყენებდით რაღაცა პროსტა ისი თუ რო არის აი ჩვენ VPS და მეორე დღეს ზურა მოდის და okay now we are using Kubernetes. ეს გაიგონა მთელი არქიტექტურა გადაწყობილია საერთო სხვა სისტემაზე რა. ახალ ტექნოლოგიაზე. Guilfoyle in the room და ანუ მეთქი რა ვქრა ახლა ვაფშე ვერ ხვდები რა ანუ ანუ მანდ როგორც SSH-ი ჩევდიოთ ეგრევე deploy-ით ან McDonald's-ზე ვიყავით და მეორე დღეს რაღაც vertically scaled but automatically deployed რაღაც ლოკალურად მე მგონი აღარ ეშვებოდა და რაღაცები და მე ჩავოჯექი და ერთი ალბათ 50 საათი უყურე ერთ კურსს რა ეგ პირველი 50 საათი ძალიან ერთ დღესა ხო ის ძალიან boring არის თან იმიტომ რომ აი როგორ იწყება იცი აი პირველი რაღაც 10 საათი ალბათ არის როგორ დავრეგისტრირდეთ და დავასეთაფოთ აკაუნტები სწორად რომ ანუ ახაცა admin და production access management საერთოდ ცალკე ანუ რა ანუ ეგეთი კომპლექსური არ უნდა იყოს, ან როგორც მართლა არ უნდა იყოს რა რაღაცა. მე კურსები არ გამივლია, მაგრამ ეგ რომ მოხდა მახსოვს ზურას 50 შეკითხვა და 50 საათის ნაცვლა და დაპინული მქონდა conversation-ში. Deploy secret-ი როგორ დავამატო? Gateway-ში ახალი route როგორ დავამატო? მე ვიყავი ერთადერთი, ვინც ან ლოკალურად უშვებდა აპლიკაციას. And these guys were vibe coding in their brand. მაგრამ ხო და ამ კურსებში პირველი ერთი მესამე ვიდეო არის რომ cost-alert-ები დააყენო რა. ბიჭო ხო ძალიან მნიშვნელოვანია. და ეხლა შენ რო კურსების გავაზრდ, აი მე რო თავის დროზე ამ კურსებს გავდივარ, თან რამდენიმე პარალელურ, ანუ რამდენიმე სხვადასხვა კურსს უყურე რა. ერთი რაღაცა რასაც მივხვდი იყო რომ ანუ მაგების კურსებზე მეტად
გამოცდილება რაღაც მომცა არის რომ ანუ რავი რამე $700 და დავაზე weird transition დავმარხოთ კომპანია. skin in the game. ეს არ ვიცი ანუ ამოთახს აქ რა მივაი მაგრამ weird transition თუ კაცები bit by bit. ხო არა ანუ იმის თქვა მინდა რომ რაღაცები ჩემი toy პროექტების ანუ დადიპლოირებამ და ინფრასტრუქტურის გამართვამ ბევრად უფრო რაღაც ხელშესახე გამოცდილება მომცა რა. მაგრამ ხო აქედან ხა learning-ი რაც არის რომ იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის cost alert-ების დაყენება ალბათ ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ software-ში ვიდრე შეიძლება გეგონოს. მეორე რომ კარგია რომ პარადების წაშლა შეგიძლია და სტილით ხო და ეხლა მოკლედ ანუ რა თქმა უნდა არ გადავიხადე პარადების წაშლა გასაგებია დამნაშავე ვარ და ეხლა რავი ანუ დავიწყე თქო და ალტერნატიული სოლუშენების მოძებნა იმიტომ რომ დაბლოკილი ვარ იმ მეილს ვერ არიყენებთ ეხლა ნიკა შმაზე გაიო. მე რა პრობლემა მქონდა იცი? ეს კურსი რომ დავიწყე, ამ კურსში ერთ-ერთი ეგ როგორც თქვი იყო რომ აი production-ის ისუდა და ორგანიზაცია ერთი 10-ის დავარეგისტრირა და ანუ მე ყველას წაშლა მომიწია, იმიტომ რაღაც მომენტში რა, ცალ-ცალკე და მაგაზე დამჭირდა მეგონი მეორე 50 საათი რა. ამიტომ რეალურად შეიძლება ახალი აკაუნტი არეგისტრირო, მაგრამ თან ეგ EKS-ი შეიძლება ეგ უფრო ანუ ისეთი free tire-იც ხო აქ ახლა ის საინტერესებს. თქვა ძალიან არ შეშინდეთ ამ AWS-ს, რომ ანუ free tire-ში ძალიან ბევრად შეიძლება გაკეთო და მაგრამ აი როცა უკვე უნდა გამოგეყოს იმ რამი და storage და რაღაცა ეგენი მაგრა წერს ფულს და ეს ხო database-ით რავი შეიძლება ეგრევე ასტორს არის. ბიჭო ხო ბევრი რაღაც არის რა, ბევრი რაღაცა იდეაში და ეგ რატო დავადიფლოირე პირველ რიგში, ანუ ისევ რაღაცა toy პროექტის გაშვება მინდოდა ჩემთვის, რომ რაღაც ამემუშავებინათ, ან Kubernetes კლასტერთან მუშაობა რომ გამეხსენებინა და ანუ ეხლა რაც სადამდეც დავედი არის რომ okay maybe ანუ Kubernetes კლასტერის გამოყენება was a bit too much და ანუ Railway, რავი render-ი ძალიან ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული ისეთია რა. პასები უფრო ვიდრე ესეთი რაღაც ძალიან fine grade control-საც არის რა. Kubernetes და Railway. ხო, ანუ თან ძალიან მარტივია და ის არის ამის. ეხლა მოკლედ Railway-ს Kubernetes-ია. under the hood ყველაფერი Kubernetes-ია. არა ხო, რა მოკლედ ანუ learning-ი რაც იყო აქედან არის რომ მოკლედ cost alert-ები ბევრად მნიშვნელოვანია, აი ბევრად და ანუ რავი Twin-ში ეგ რაღაც mind map-ი როგორ გაწყობილი რომ ინფრასტრუქტურაზე უნდა იმუშაო, სადღაც ძალიან დიდ პრიორიტეტად ეგ უნდა გედოს. რაც tempting არის რომ დაიკიდო რა, აი ძალიან tempting არის, იმიტომ რომ ის რეაქტიულობა გიბიძგებს რომ აი მალე დაადიფლოირო რაღაცა რა. ხამის რომელ საათი იყო ეგ? ხამის 2 საათი რომ იმ დღეს რომ გავიგეში და $70 რაღაცა. მაგრამ ისიც მოყევი ხამის 4 საათზე კლუბიდან მოსულმა როგორ წაშალე. ხო, ეგ არის ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ესეთი ფეილი. ფეილებს რომ არ ვლაპარაკობ ხოლმე ხალხი ძალიან ფან არის რა. მაგრამ კაი დალეონი. მაგრამ ანუ ამსტერდამში ვიყავით ჩვენ და ანუ ხო რა ანუ მოკლედ რაღაც გავისეირნეთ და საქმე დილის 5 საათზე არ მეძინება და ჩავთვალე რომ ზუსტად დრო არის, თან ამათ ძინავთ, ზუსტად იდეალური დრო არის, რომ ეხლა უნდა დავაოპტიმიზირო მაზიკის კოსტები რა და ზედმეტი რაღაცები $20 ექსტრა. ანუ და ზედმეტი ისინი სადაც არის რაღაც გაშვებული ან ფრონტენდი ან სანამ ეგეთ ყველაფერს წავშალ. დავიწყე მე მისწავლა შემთხვევით ერთ-ერთი production აპლიკაციაც მივაყოლე ზემოდან. მოკლედ production-ი როგორ წავშალე იცი ანუ დილის 8 ჭერ ანუ ვერსიაზე აწერა. ანუ უნდა სიტყვები ჩაწერო რომ I am sure that I want to საკანდელიზე. და ვაცნობიერებ რომ ეხა ჩვენი კლიენტის ამას ხო და ანუ ყველაზე ანუ ესე ეხა ძალიან გვეცნება, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში ანუ რეალურად ძალიან დიდი ის იყო, ანუ human error-ი იყო ძალიან დიდი, იმიტომ რომ რაღაც ანუ მაგ კონკრეტულ მომენტში ჩვენი ერთ-ერთი კლიენტი დემოს აკეთებდა ინვესტორთან მე იწერებია. He was like this, hey, we built this app, look how cool it is. ეხა წარმოგიდგენია რომ რამხელა ანუ ესე ეხა დიდი ხანი გავიდა და უკვე ემოციები ნაკლებად არის, მაგრამ ანუ აი კატასტროფული post-mortem-ის და კი, ანუ post-mortem-ი გავხონდა post-mortem-ი რომ ანუ კლიენტებსაც უცოდნოდათ, მე იქ რაღაც ცოტა human engineering-ი დაგვჭირდა რომ okay რაღაც ანუ ჯამში ეს ურთიერთობა არ ჩამოშლიყო და ასე შემდეგ, მაგრამ მოკლედ ინფრასტრუქტურას რაც შეეხება ამას დაჭირდა მეორე post-mortem-ი. ხო, ანუ ინფრასტრუქტურაზე მოკლედ ის არა. ბევრი ეგეთი გამაზრდები პირადად მე მაგ და მომმართეთ რამეში დაჭირდა. ხო და ეხა მაგრამ ხო, ერთი ის იქნებოდა რომ მაინც ყველას ურჩევ რომ ანუ ცადო რაღაცები რა ისწავლონ. ბიჭო, კი, აი სკილი. ანუ მაგის არის ვერ ისწავლი რა. და უფრო valuable არის. ხა მე მგონი კიდე უფრო როდესაც ანუ კოდის წერა უფრო მარტივი ხდება რა რაღაც დონეზე. კი, გეთანხმები. ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია და აი GoPro-ში ალბათ ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება რაც მივიღე იყო რომ აი გავიგე თურმე ანუ ეს Kubernetes-ი რატო შეიძლება რომ არ გეშინოდეს და მარტო რაღაც Docker-ზე არისო დამჭირდება. მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ ხა უცებოთ. კი და ანუ აი მე რაზეც ვფიქრობ ხოლმე არის რომ ანუ ხალხი რაღაც
ზედმეტად კონცენტრირება, თქვენას მაგაზე მოვისმენდი რა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენს ადრე გვილაპარაკია ამაზე. მგონია რომ ძალიან ბევრი ინჟინერი ზედმეტად კონცენტრირებული აი ახალი პროგრამის ენების სწავლაზე. რაღაც ანუ ის მარტო უშუალოდ ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის ის პირველი შილე რაც არის რა. და ვითომ რაღაც აღებული აქვს ავტომატურად ისე რომ ოკეი, ამის დահოსტვას, production-ში maintenance, ანუ რაღაც ეს სტატიკური კოდი სიცოცხლეში როგორ დამოვიდეს, ვიღაც სხვა მიხედავს. არა და რამდენად ღირებული არის რომ ანუ ტიპს კოდის დაწერად შეგეძლოს. და მთლიანი ამ pipeline-ის რომ ბიზნეს პრობლემები გადაჭრა, მთლიანი pipeline-ის დახვევა. ანუ აი ზოგადად აი product engineering-ის ამბავი რა რომ developers ანუ ის კი არ უნდა შეძლოს მარტო რომ აი defined task-ები აკეთოს რა. რამ ხელოველი უმოაქვთ მაგიდაზე რომ ანუ რაღაცა გარკვევის პროცესშიც შეუძლია ჩაერთოს. მე რა ვთქვა კოდის წერის გარდა deployment-ით გააკეთოს. მე თვითონაც გატესტოს რა. ანუ ყველაზე ჩემი აზრით ბანძი დეველოპერობა არის რომ აი რაღაცა ძალიან ვითომ კომპლექს რაღაცებზე მუშაობ და მე აი უცბად ანუ არ ტესტავ რა. ანუ საიტს აკეთებ და მე საიტს არ შედიხარ შენით რა. თვითონაც აი ეგო გერთვება რომ ეხლა მე არაფერს არ გავაფუჭებდი თუ გეზარებათ რაღაც ეგეთი მომენტია. მე ხომ მქონია ხა დეველოპერები ვართ რა. ეგ ბრძოლას უგაქვს, მაგრამ არა უნდა დაეჯახო ეგრევე და აღიარო რომ უჭველი შეგეშლება რაღაცა. და ჯობია შენ აღმოჩ ბანძი ხო რაღაც ეგ ობიექტურად ცუდი პროგრამისტი დაახასიათე. As if we're arguing. ხო რა ანუ არა ძმოვიკიდე რა არის ბანძები. არა, ოკეი. არა, არის კულტურა, ხო, ეხლა რავი. თუნდაც საქართველოში ძალიან დიდი კულტურაა რაღაც ტესტერების და მე ან იმას კი არ ნიშნავს რომ ეგ აქ ჭირდება და ასე იგი, მაგრამ ეხლა მაგალითად მე როგორ ამიხსნია ეს ვიღაცისთვის რომ ეგრევე გავაგებინო რა, იმიტომ რომ ზოგი მართლა ამბობს რომ აი ეხლა რაღაც მარტივად გავტესტე და მე ვინც არევიებს, მაგრამ ანუ რო არევიებ რაღაცას თქვათ და აი ძირითადად მე თუ ცოტა დიდისა არა მარტო კოდს, ანუ ფულავ და ტესტავ რა. იმიტომ რომ reviews მოვა მარტო ის კი არა რომ შეგამოწმო და ქულა დაგიწერო მასწავლებელი. ეს შეპირით ვისწავლო რომ ანუ რა შეიცვალა, ანუ რომ up to date ვიყო რა. ხო ბრა. Kinda. და ამ დროს რო ხედავ რომ ანუ პირველივე ყველაზე მარტივი use case-ზე არაჭირებამდე დაფიქრებულ ბატონს არ ესე იგი არც გაგიტესტავს. ნუ ეხა ანუ ადრე რო იქნებოდა საერთოდ იყო. ეხა კიდე შეიძლება დააბრუნო, ახლა დაალაი code-ა რაღაც, მაგრამ ანუ ძალიან დიდი შეურაცხყოფა იმ ადამიანის დროის რა. და მე ეგეთი coworker-თან ვერ გექნება. ჩვენთან ესეთი ის გვაქვს რა, guideline-ი, რომ ორი ვარიანტის PRS approve-ია. ან არის stamp-ი, რომ stamp-ს რომ მოითხოვ, ანუ შენ 1000% დარწმუნებული ხარ, რომ SPR ყველაფერი კარგად და ან პატარა change-ია და მე როგორც ტიპს რომელსაც მოთხოვე ეს review შემიძლია საერთოდ code change-ები არ გავხსნა და პირდაპირ approve-ს დავაჭირო რა. ოკეი. და მეორე approve-ს სადაც ითხოვ რომ აი გადახედეთ აბა მაინც ყველაფერი, მაგრამ ორივე შემთხვევაში მაინც 100% იგულისხმება რომ ამ PR-და რაღაც ცუდი რომ მოხდეს, ვერაფერს ვერ ეტყვი იმ ტიპს რომელსაც დაგირევიუა რა, იმიტომ რომ იმის ვალდებულება არ იყო რომ რაღაც დეტალურად განეხილა ყველაფერი შემოწმებინა edge case-ებზე ეფიქრა და ასე შემდეგ რა. ნუ მან მაინც ორმხრივი პოზიციაა რა, ანუ აქედან მხარესაც აქვს რა არგუმენტი რომ ანუ reviewer-ის მხრიდანაც ისე უნდა იქნო პასუხისმგებლობა შენ როგორც reviewer-მა. რომ აი რაღაცა ეგეთ სიტუაციაში უნდა ჩაიყენო თავი რომ შენ პასუხისმგებლობაც არის რა, რომ კარგად დაარევიუო რა. და რაღაცა მაინც ისე არ გაუშვა რა. უნდა დაარევიო, მაგრამ მაგას ფიზიკურად ვერ გაქაშავ, რომ მე რომ ფიჩერზე მუშაობდი ერთი თვე, ხ შენ მაგაზე იფიქრო, რომ აბა ამ ერთ თვეში ამაზეც იფიქრა. ეხლა ნუ ოკეი. ანუ ეხლა ეს არის უკვე კულტურის ამბავი, ხო? ანუ ერთი ჩემთვის ეგრევე ერთ ფლაგია, რომ ერთი თვე რაღაცაზე მუშაობ და ერთი უნდა გაიმეორდეს. არა, თქო, ნუ უტრირებდა შევიდა. გრაფიტი გამოიყენე 10 PR-ად გაყო. არა, თუნდაც კაი, არა, თუნდაც გრაფიტი არის რაღაც გასტე კოპიარების. მაგრამ ისე ანუ Kubernetes კოპია არის, ანუ what the fuck. ყოველ შემთხვევაში ხა მან აი ორ რაღაცაზე მინდოდა ჩაძიება რა, ერთი აჩოსი იყო რომ ანუ blame კულტურა ან თქვენ სადაც გიმუშავებთ ანუ თუ არის ხოლმე და მე ძირითადად სადაც მუშაობ მაინც უფრო რადგან მე სტარტაპებში მუშაობ მაინც ეგეთ კულტურაა რომ okay ship fast break things და nobody's ever gonna blame you რა და მეორე არის რომ ანუ ship every day რა ანუ ანუ თუნდაც სტოპას რო ველაპარაკეთ რა ანუ ერთი თვე დენელა რაღაცას რო გააკეთებ და მე ერთიან კი არ შევ ძირითადად feature flag-ების ქვეშ ყოველ დღე შიფავ შეიძლება ან დაუსრულებელ რაღაცებს რა ისე რომ ნუ ეგეს თავისი არტია ხო რომ როგორ დაშიფო რაღაცა ისე რომ არ შეეხოს სხვა რაღაცებს ხო თუ ან ბევრი რაღაცები ჭირდება ეგ მაინც ან კულტურის ამბავია და აი
თქვენ როგორ blame-ის ხრი როგორ იმაში იმუშავიათ? მე სადაც მიმუშავია არსად არ, ანუ ყველგან გამიმართლა რომ blame culture არსად არ იყო რა. ანუ რამდენი კომპანიაში ვიყავი სულ 4-ში თუ 5-ში რა ხა GoPR-ში ხო არ იყო და არ იყო. job hopping? job hopping match. აზრიშიც არ იყო პირიქით რა. ანუ აზრიში რომ მივედი ხო ჯუნიორი ვიყავი რა. GoPR-ში რა უნდა ყოფილიყო you are not contributing. I was reading a book. There was nothing to blame you for. ხო და აზრიში შეიძლება ყოფილიყო ყველაზე კაფეო blaming-ის სიტუაცია, იმიტომ რომ ჯუნიორი ვიყავი და აი წარმოიდგინე 40-ში მაგდებდნენ. და აბა ეხა შენ იციო ამოდიო რა შენ თან ეგ სიტუაციებში მაგდებდნენ რა რაღაც production-ზე deployment-ს ვაკეთებდი არავინ არ იყო რა online მაგდროს და ავტობუსებში გავუშვა და და მე რეკინება ჩაი ხო არა ხო და რაღაცა ფუჭდებოდა ეგეთ დროს რა ძალიან რა და ვინმე კი არ მოდიოდა ჩემთან რა მე რაღაცას რო ვაფუჭებდი კლიენტთან call-ზე რო შევდიოდით ჩვენი team lead და project manager-ი იქით გადადიოდა შეტევაზე რომ wait რა ანუ იმენა მიცავდნენ და რაღაცა რა და მაგას რო ხედავ რა მე შენ ცხონერად ვეღარ ექცევ შენ კუნდოლს რა და ეგ ჯანსაღი ამბავი ეგ არის ხა რა. საინტერესო რაღაც დავიჭირე და მე გეტყვი. ეგ blame კულტურაში არც ვერ მუშაობია, მაგრამ აი პატერნი ესეც შემხედრია რომ მაგალითად ეხა 5-ში აგეთ PR-ს რო გახსნი, თავის trace ხო კამპიასა change-ებს გააკეთე. თუ რამე ისეთი error-ი მოხდება, ცენტრი პირდაპირ პოულობს ამ PR-ს და შენ გპინგავს რა. ჯეჯე კوار გაქვს მესეჯი წერება პირველი. That's not blame. არა, blame არა, просто ownership-ის აღება რა, ძალიან ოკეია ჩემი ეს რაღაც თუ გააფუჭე, კიდევაც უნდა გაასწორო, ეხლა რა თქმა უნდა, მაგას. მაგრამ ესე blame-ი და რაღაც ეგეთი არ ჭირდება. რატო ხენი და რაღაცა? ხო, ანუ მე ცოტა ისე ვდგები, ანუ ესე რომ კითხო ეხა რავი, დარწმუნდა ყველა კომპანია გეტყვის მაგას რა, რომ ანუ არა ჩვენთან blame culture არ არის და ანუ მან ეხლა ზოგადადაც ანუ ადამიანური რაღაცა soft ნაწილები ბევრად უფრო რთულია დაამენეჯო რაღაც ადამიანების ჯგუფში ვიდრე hard skill-ები რეებიც არის რა, რაღაც მაღალი ხარისხის კოდი დაიშვება. ანუ ესენი ბევრად რთული არის რა. და blaming-ის ჭრილში ეხა, ანუ მე უფრო ესე იმას შევოდი რა, ანუ ეგ ანუ არა blaming-ობა რა სხვა კომპანიაში ეგ ნიშნავს რომ ანუ შეცდომის დაშვების ემოციური სივრცე გაქვს რა. აი ფაქტობრივად მაგას ნიშნავს რა. და მე სადაც ყოფილა მე ძალიან კარგად მაქვს გამოცდილი ის ხარის და ეს ხარიც იდეაში რო თქვა და ანუ მაგრამ სადაც შეიძლება ცოტათი blaming-ის კონტექსტის გამოცდილი მქონდეს ესე ვერ იტყვი რომ კომპანიაში ის არის რა ეგ company level white policy კი არ იყო რომ ანუ რაღაც მან ინდივიდუალურ პერსონებამდე დადის და ვიღაცას რაღაცა შეიძლება სხვანაირი გამოხატულებები მქონდეს რა რაღაცეების ანუ ასე რომ რაღაც მინიმალურად ეგ მიგრძნია ნაცემი ყავხარ ნაცემი არა მინიმალურად ეგ მიგრძნია ანუ ის ხარეც ვიცი რამდენად ცუდი არის რომ მე ანუ რაღაც შეცდომის დაშვების ის რო აღარ გაქვს რა ანუ იმაზე ანუ ფაქტობრივად მაგის მე უბრალოდ იმაზე ფიქრი გიწევს და twin-ში ის გიშდება რომ ოკეი რამე შეცდომა სხვა არ უშვები და ამის მე შეიძლება მე რაღაც არ ვიცი ვიღაცა დამაბლეიმოს და additional vector-ი არის უნდა იფიქრო იმის მაგალითად რომ სრულად ამაში იყო რა immersed ეგა ან თელი პრობლემა და ესეც აქეთ ამხარეც რომ სრული კომფორტი რო ანუ literally აი მასზე გამოდესაც მუშაობდი მან მე დღეს ჩემი ფეილების ისტორია არის ანუ რო ვიცოდე ო ეხლა რაღაც მახსოვს ხო ანუ მასზე გამოდესაც მუშაობდი ხო რაღაც payment provider არის რაღაც ტრანზაქციებში ანუ ტრანზაქციებს ვატარებდით ჩვენ სისტემაში რაღაც fraud detection სისტემა იყო და ახალი მისული რო ვიყავი იმას ვქენი რა ქვია მაგრამ და ჩემმა დაფუშულმა კოდმა დაარეჯექტა ძალიან ბევრი ტრანზაქცია ნახევარ დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ტრანზაქცია რა სოფლიოს GDP-ში ამცი რა კი რა ანუ რიცხვებს რო აღარ ჩავყვეთ რა ამჯერად კიდე კაი $700 დავჭერდა შვედში ხო და ანუ მან ამის სახელის რაც იყო ანუ მე ძალიან მე ეგრევე რაღაც CTO-სთან მქონდა კოლი რა ეგრევე თან ახლა literally რაღაც ორ კვირანახევრის მისული ვიყავი რა და CTO-ს პირველი მესიჯი რაც იყო არის რომ ანუ ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ანუ შენ ახლა გვანახე რომ ანუ ახალმოსულ ტიპს თუ ამის გაკეთება შეუძლია ესე იგი რაღაც ანუ პროცესში არის ნიტო ოღონდ ანუ literally მარტო ეს მესიჯი იყო და ანუ ოღონდ he meant it რა ის და ანუ რაღაც მე ველოდებოდი რაღაც მეორე დღეს daily-ზე რო შევიდოდი რომ რაღაც აი ამაზე ესე ხო ამაზე ვისაუბრებდით რაღაცა და ანუ პირიქით ის მოხდა და ანუ კიდე ერთი ტოპიკი ყველაზე ფან რაც იყო აი ძალიან ეგ მაგაზე მაგრამ არაფერი არ დამახსოვრდა რომ ეს რომ მოხდა რა თქმა უნდა hotfix-ები დავადიფლოირეთ მოვაგვარეთ და იმაში რა ქვია Slack-ში მოიწერეს რომ congrats to Mika on his first production ის რა ქვია რა bug რა ანუ პირიქით მე რაღაც ყველა წერდა იმაში thread-ში რომ congrats და მე რომ რაღაც შენი პირველი ამი უკვე 6 მქონდა და ანუ შესუის Mika მოკლედ რაღაც ძალიან მაგარი სივრცე შეიქმნა და ხო ანუ
ეგაა რა იდეაში. ეხლა რა ჩემი აზრით რა განაპირობებს მაგას რომ ანუ კულტურაც აი რაღაც კოდის არქიტექტურასავით აი როგორც არქიტექტურაში სულ ეს ზემოთ მიდის, მაგრამ შენ უნდა გაასწორო რომ კულტურაც ეგრე უნდა იქნა და რეალურად ეგ ძვირიжდება, იმიტომ რომ ანუ კარგი კადრები უნდა აყავდეს, იმიტომ რომ ეს მაშინ შეიძლება blameless იყო, როცა იცი რომ ეს ხალხი ზოგადად on average აიღებს პასუხისმგებლობას. ეხლა შენ თუ just ანუ რაღაც ფერმასავით ხარ და just random ხალხი ყავს, მაშინ you gotta blame, ანუ basically იმაზე უნდა ყავდეს ლიშზე, რომ რა თორე ისე არ აინტერესებს არავის რა. ხო? და თან ანუ მაგ blameless-თან ერთად მოდის ყოველთვის, რომ მეორე არის რომ if you see something, რამის თუ ნახავ, რასაც გჭირდება შეკეთება fixing-ი რა. უნდა შეაკეთო, არ აქვს შოუ, ვინ გააკეთა და რაღაც რა. You should not ask for permission, რა. You just fix it. გვერდით უნდა მოყვებოდეს ეს რა. შვენიერი, guys, გადავიდეთ ახლა მეორე ტოპიკზე. ხო და დუდუ იმისთვის რომ არ დაგაბლეიმონ და იყო ძალიან მაგარი ინჟინრები, ახლა დუდუ მოგვიყვება თავის recent გამოცდილებას რა. AWS-ის მერე და გადავიდეთ. ისე ანუ სტუდიაში სხვა ვაიბი აქვს, აი ჩემი აზრით ანუ ლაიკი, ანუ ლაიფი საერთოდ დაგვიწერეთ კომენტარებში. არა, აკვანდი ეს ანუ ბევრად მარტივია რომ რაღაც თავისუფალ თემაზე წაიღო საუბარი რა. ვიდრე ონლაინ რა, იქ რაღაცა მაინც და engage რო იყო უფრო გავაგზავნეთ დუდუს ტოპიკსაც რა. ხო, მოკლედ რამდენიმე დღის წინ მქონდა ინტერვიუ გასაუბრება. დიახ. და საერთოდ სხვა ტიპის ინტერვიუ იყო. აჯიმანიები იყო ტურნიკი. ჩამბარები, ნორმატივები ჩამბარები. რამდენი ეტაპიანი იყო? სულ იყო 3 ეტაპი და ერთი take home დავალება. მაგრამ take home დავალებაც კაი იყო, მაგას მიიღო, მაგრამ ყველაზე მეტად გამიკვირდა ეს system design-ი რა. აქამდე რა system design გასაუბრებებიც ქონია. ყველგან Kafka. ხო, ანუ ზოიცი რა ტიპი შემოდის და გეუბნება რომ აბა WhatsApp-ს როგორ გააკეთებდი, აბა რაღაც იმას Stripe-ს როგორ გააკეთებდი და ეგეთ რაღაცები და მან ხო თემა ისაა რომ ძალიან გადაღეჭილია უკვე ეგ თემა რა. ანუ შეგიძლია დაიზეპირო Excel დროზე კონდეს გამზადებული ტემპლეიტები რომ აბა Uber-ი თუ მომივა ამას იყენებ და მეორე ეკრანში გასაგები გადმოგაკ სისტემ დიზაინერი რომ გამოდიხარ და რომელი შეხვდა რომელი დავწერა ხო და ეგეთი თემა მქონდა ზუსტად მოკლედ შევედი გასაუბრებაზე ამ გასაუბრებაზე ის იყო ჩვეულებრივად რაღაც თავიდან გაცნობა შენ რას აკეთებდი როგორ მოხვედი აქამდე ბუნებრივად ანუ ესე არ თქოს არაფერი პროდუქტი რაც გავაკეთებდი რა ეს ხალი დროზე გაადრო მაგალითი როგორ დატა გვაქვს რა ანუ ეს დატა გვაქვს პროსტა ტიპებს და პროდუქტი უნდა გავაკეთოთ რა და მოდი ახლა ერთად დავსხდეთ ვიფიქროთ ამ პროდუქტს როგორ გავაკეთებთ და ამ ძალიან საინტერესო იყო რა ამ დატას მიხედვით ახლა დავიწყეთ მე დისკუსია რაც გამოგვადგებოდა ეს დატა ვის გამოადგებოდა ვისაც გამოადგებოდა იმათ ცხოვრებას ცოტა უკეთეს როგორ გავხდიდით და მე ამ ყველაფერთან ერთად გეუბნება რომ ეს დატა სად გაქვს რა მაგალითად აქ და აქ არის ეს დატა უნდა გემსწრება მე ამ დატას შენ სერვერამდე როგორ გადმოიტანდი რა ფაილებს გაატარებდი თვითონ იმ apps როგორ გააკეთებდი რა სკრინები გექნებოდა როგორ ექნებოდა კომუნიკაცია შენ სერვერთან და ამ შემდეგ რა და ანუ ძალიან საინტერესო იყო და ჩემი აზრით რაღაც მომავალიც მაკეთ მიდის ცოტა პროგრამირების და ამ სფეროში გასაუბრებების რომ solution-ი კი არ დადო ანუ იდეების დონეზე განიხილო იმიტომ რომ solution-ს ეხა ყველა მოიფიქრთანავე LLM-ებით და რაღაც აღარ არის Kafka რო იცოდე ბიჭო ხო ეხა მან რას ვფიქრობ იცი ანუ იდეურად ეხა შენი ის რო განვიხილოთ ეხა იქ გასაუბრების პროცესი ზუსტად ანუ რაღაცა ეტაპის მერე ზუსტად იგივე გასაუბრების პროცესია რაც აქამდე იყო ხოლმე რა ანუ fixed პრობლემას რო გაძლევენ და ეს ტექნიკურად გადამიჭერი ანუ ეს პრობლემა fixed კი არ მოგცეს გითხრეს რომ ანუ უფრო აბსტრაქტული რაღაცა მოგცეს და ეს პრობლემაც შენი შეაფასე და მაგის მერ დიდი ალბათობით ხო იგივე იყო რა ანუ ტექი ინდონეზიის სისტემ დიზაინის მხარეს არ ჩავსვართ როგორც უბრალოდ როგორც აი მაგამდე მივდივარ რა რომ თან ეხა იქ სტარტაპი არის ანუ სტარტაპში ძალიან დიდი value აქვს მარტო იმას კი არა რომ ანუ ტექში აი ძალიან core ტექში რა გადაწყვეტილებებს მიიღებ პროდუქტის და ბიზნესი რამდენად გესმის და values დაჭერა რამდენად შეგიძლია და სტარტაპში ძალიან makes sense მაგრამ ეხა ორი კონტრარი რო განვიხილოთ enterprise კომპანია რა სადაც ძალიან ბევრი ხალხი ხავთ უკვე რაღაც ლეიერებში რომ ეს ბიზნეს და პროდუქტ გადაწყვეტილებები მიიღოთ ალბათ enterprise კომპანიას უფრო აწყობს რომ გაგწუროს ანუ ხო ლიმიტირებული დრო ამ ლიმიტირებულ დროს ეხა მან დაუთმეს
ნაწილი ბიზნეს და პროდუქტ საის და ნაწილი ტექს, მაგრამ enterprise კომპანიას ალბათ უფრო აწყობს, რომ ძალიან გაგწუროს ტექში, რომ აი ტექში გნახოს, იმიტომ რომ იმაში ჭირდები რა. მაგრამ იმაში გეთახმება, რომ ძალიან პირველად დღეს რომ მყევ და პირველად გავიგე ეგეთი რაღაცა. და ანუ ჩემი აზრითაც ძალიან მოწმებს რა. product engineer-ობას რა. ანუ სტარტაპში ხო გინდა ტიპი, ვინც არის აი product engineer-ი. აი არ ვიცი, მარტო იმებს წეღერავს თქვით რა, რომ მარტო იმას კი არ ფიქრობს Kafka-ს ინტეგრაცია როგორ დაწეროს, იმაზეც ფიქრობს რა ფიჩერი, ანუ ესეთი პრობლემა რო გვაქვს მოცემულობა, აქ რა როგორ უნდა ვამუშაოთ, რა ახალი ფიჩერი შემოვიტანოთ, პროდუქტი ხო არ დავდოთ ახლა რაღაცა და ანუ მაგას ჩემს ძალიან კარგად ამოწმებს. აუ, დუდ რა მაინტერესებს, აი მაგ პროცესში. და ანუ კაი, ყველაზე რთული რა, აი არ ვიცი, ეგრევე გავედი. გავიგე. აი ყველაზე ესეთი რა იყო შენთვის რა თვითონ ეგ რო ფიჩერებზე ფიქრი შენი იქ იწევდა აი ახალი ეგ იყო ხო ჩემს ყველაზე ახალი ან პირველი იყო რა თქმა უნდა იდეის თქვა რომ ეხა მე ეგეთი кейს არსებობს გონია რომ რაღაც დატა მაქვს და ამ დატის აი დატიდან ღირებულების ამოღება საერთოდ რო ეთქვა რომ just რამე პროდუქტი მოიფიქრო მან უფრო მარტივი იქნებოდა ჩემთვის მაგრამ Messenger ხო აი build Facebook Messenger ეგრევე Kafka ბროკერები ესროლე მესიჯები და ეგეთი რაღაცები მაგრამ აი ყველაზე მეტად თავიდან ეგ გამიჭირდა და თან მე ის არის რომ ყველაზე რთული პროცესი იყო ამ დატას რაღაც pipeline-ში გატარება, ingestion-ი, მერე მუტაცია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ანუ სამაგალითოდ იყო ძალიან raw data რა, რომელიც ესე პროსტა get request-ები წამოიღო და რამე გამოვიდეს, არა, ანუ ეგ data უნდა გადაქმნა რამე ღირებულად და მერე უკვე შეგიძლია გამოიყენო შენ აპლიკაციაში და ამას როგორ გადაქმნიდი, რა ისავდი, როგორ, ანუ რაღაც ჩემთვის ალბათ განსაკუთრებით ახალი იმიტომ იყო რა დატაზე რაღაც манипуляციები და რაღაცები semantic layer-ების ქონა და ეგეთები არ თველოდი. თან ანუ ისა რა, ისეთ ხალხს იწყავთ, აი that's not my job. ანუ ეგეთი ესოზე რამე ზუსტად ეგეთ ანუ რამე ეგეთ რამე კითხავს თუ არ გეტყვასხი რა. ანუ არ შეიძლება ეგეთი ინჟინერი. არა, ოკეი, ანუ შეიძლება მაგარი ის იყო რა, რაღაც სხვა კონტექსტის ძალიან .NET developer-ი pun intended საქართველოს რა developer-ების 60% როგორ .NET-ზე წერს და ყველა მოძულებულს. ხო და ვილავის. ნუ მე Nest-დან გადავასვლა. მას JavaScript-ის developer-ებიც არ ევასება ზოგი ინსტანციაზე. ძალიან კაი იყო, ძალიან მომეწონა ეს ინტერვიუს ფორმატი ზოგადად და მე შემდეგ ეპიზოდში აგზიარებთ მიიღეს თუ არა. კი. და შემდეგი მქონდა take home. Take home-იც ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ეგეთი ჯერ system design-ი იყო. ჯერ system design-ი იყო. Take home-იც ეგეთი პირველად გავაკეთე ცხოვრებაში, რომ ანუ ხო არის აქამდე რომ ან readme-ის requirement-ებს გაძლევენ, ეს გააკეთე, ან design-ს გიგდებენ Figma-ში, რომ ეს დააიმპლემენტირონ, უბრალოდ გეუბნებიან რომ რაღაც back-end-ი ეს Kanban board-ი ააწყე რაღაც ეგეთ მარტივი და აქ იყო ჩვეულებრივად repo გამომიგზავნეს, სადაც უკვე მუშა პროექტი იყო, ეს იყო ჩვეულებრივი Google Form-ის ძალიან მარტივი ალტერნატივა, რომელშიც რა ფიჩერებიც იყო, ყველაფერი მუშაობდა. უნდა გეთქვა? ანუ კონკრეტულად თუ რამე ამორჩით. არა, იმიტომ რომ public repo-ა რა, არაფერი ისეთის არის. და ტასკი იყო ასეთი, რომ გააქვს პროდუქტი უბრალოდ გაუმჯობეს რა. მე იქით მეთ ანუ არაფერი იქ რო რაღაც ცვლილებები არ შეგეტანა შენ თუ არ გინდოდა კოდი ძალიან კარგი ეწერა ბაგებიც არ ქონდა არაფერი უბრალოდ გააკეთე npm run-ი გაიშვა და ხო ჩვეულებრივად მუშაობდა და ეგეც ძალიან საინტერესო და ახალი იყო ჩემთვის იმიტომ რომ პირველად მქონდა ეგეთი кейსი სადაც დამჭირდა ფიქრი რომ აი მართლა ამას უკეთეს როგორ გავხდიდი რა და მარტო ის კი არ დამჭირდა რომ აი მაგალითად შევქმენი ფორმა გავაგზავნე ფორმა და აბა ბაზარის თუ მართლა ჩაიწერა რამდენად მარტივად შევქმენი რამდენად კარგი ექსპერიენსი იყო აქ აბა ამ რაღაც სტეპების შემოკლება ხო არ მჭირდება და ეგეთი მომენტები მქონდა და ეგეთი რაღაცებს დამჭირდა ფიქრი და ძალიან გაასწორა ანუ ფაქტობრივად ორივე ეხა ეგ გასაუბრებას პატერნი რა აქვს საერთო ხო ანუ სტანდარტული გასაუბრებებისგან ძალიან განსხვავებული პატერნი არის, რომ სტანდარტული გასაუბრებები არის, რომ frame of reference რაშიც უნდა იფიქრო, სხვა გაძლევს და შენ აქ რაღაც ხელსაწყოები რამდენად ბევრი გაქრო და რამდენად დამოღამებული. ანუ დამოღამებული ეს გააკეთე და ანუ ამ ორივე გასაუბრებაში ანუ ფაქტობრივად აჰა შენ რაღაც არტეფაქტი და frame of reference-ი შენ თვითონ შეიდგინე რა კონტექსტში უნდა იფიქრო და რა და ანუ მაგ კონტექსტშიო შენივე ხელსაწყოები გამიყენე და ანუ
ეგ ხო ანუ ალბათ ნამდვილი მეჩურითი რაღაც კონტექსტში ინჟინრის ეგ არის ხო რომ ანუ იმენა ბიზნესის აღქმა გიწევს ანუ ბევრად დიდი კონტექსტის აღქმა frame of reference-ის რელევანტურად შედგენა ეს იმენა პირდაპირ პროპორციულია შენი გამოცდილების და რაღაც ფიქრის პატერნები როგორ ჩამოგიყალიბდა და მე მან ხო ჩემი აზრით აი ძალიან მაგარი ის არის რა ანუ წონა დაჟე რეფერენსადაც ავიღებ ანუ მაგ მიდგომას აუცილებლად მე ცოტა take home-ები არ მიყვარს რა იმიტომ რომ მე მემართება ხოლმე რომ ანუ რაღაცას რომ აძლევ ხა ვიცი ეს ორჯერ უკეთესი როგორ გავხალო პოტენციალად ვიცი 10 ჯერ უკეთესი როგორ გავხალო და პოტენციალად ვიცი შეიძლება რა 20 ჯერ უკეთესი როგორ გავხალო ხო ანუ ხო თქვენ არის ფიქრობთ რომ ჩვენც ვიცით ეგ არის გიო თეორიულად ხო ანუ რაღაცას ვკითხო და ანუ ახლა კოდია რა და საადე გამოთლი და მოულგვალების სურათი რო არის რაღაცა 20 სამკუთხედით 200 სამკუთხედით და 2000 სამკუთხედით რო არის ერთი და პოლიგონი კიდე მე ვიხდები ხოლმე რომ ხა კი იგივნები რომ ამას დავუთვე 10 საათი და ის მაგრამ მე ანუ ის არის არ ვიცი ხოლმე აქ იყო შეზღუდვა იყო 4 საათი ხო რაც რეკომენდირებულია რომ 4 საათზე მეტი არ დახარჯო ოკეი და ყველაზე მეტად კიდე რაც მომეწონა იყო მე ეს take home გავარჩიეთ კოლზე პროდუქტის მენეჯერთან ერთად და ძალიან საინტერესო პოინტი იყო როგორ გახდი აი 4 საათზე მეტი რო გქონდა როგორ გახდიდი უკეთეს და აი რაღაცნაირად ისე არის კონსტრუქცირებული ეს ინტერვიუ ჩემი აზრით რომ ელემი დაჰაკვას ცოტა მეშვება რა არ შეგიძლია იმიტომ რომ ჯერ ესე პროსტა რომ კოდს მიცე რომ just make it better უბრალოდ კოდს ხო ანუ შეგიძლია გამოიყენო მაგრამ მაინც შენ ხარ დრაივერში დრაივერი შენ ხარ ის არ არის just fix it ხო როგორც ნამდვილ სამსახურში იქნებოდა ეგ ძალიან კარგი ან lead code-იც არ არის რომ ანუ და მე კოდზე განვიხილეთ როგორ გახდიდი უკეთ და მან ჩემი აზრით ძალიან კარგად გამოჩნდება ტიპმა ეს ყველაფერი კოდს გააკეთებინა თუ არა იმიტომ რომ მე ნაფიქრი მქონდა flow-ები რა flow-ები იყო რა funnel-ები იყო პროდუქტში და პირდაპირ შემეძლო თქვა რომ აქ აი მეტი დრო მქონდა ამ page-ს ავამატებდი იმას ვიზავდი ამას ვიზავდი ახლა შენ თუ ვარცვა LLM-ს გააკეთებინე ეგ და just დაასაბმითე მაგას ლაივში ვეღარ ილაპარაკებდი რომ აი აქ ეს აკლია იდეაში მაგრამ ეხლა ამას 1 საათნახევარი ჭირდებოდა და უბრალოდ არ გავაკეთე ძალიან სწორ პოინტია ხო მიდიგიო ბოლოს რომ მქონდა take home აი მაგის საპირისპირო მქონდა აი რაღაცა readme-ში ეწერა და ანუ არაფერი არ მქონდა რა რეპოში და ანუ ისიც შემდგომ გაკეთებინა რაღაცა Next.js generate არც ვიცი რა კომენდია და ეგეთი ის იყო რა. მე სანამ ეგ გავაკეთე, იმდენი ხან ისე მეზარებოდა რაღაც ხონდა 2 კვირა თუ რაღაცა. მანდა სხვა სამსახური დავიწყე რა. და მე მეთქი ხა kind of ეგოსის ხონდა რა, ხამეთ რომ არ გავგზავნო. ეგონ ანუ ვერ გავაკეთე. ვერ გავაკეთე. მე მაინც გავაკეთე და გავგზავნე მეთქი sorry guys. ნუ ხო დუდო შეიძლება მაგრამ მე ერთი take home ვიცი რომელიც ამაზე უკეთესი იქნებოდა აი ჩემი take home რომელიც თქვენ მოგეცით ბიჭებო რა მე მოყვები რა გიომ ვინც არიცით აგვიყვანა GoPeer-ში და ანუ დუდუს თხოვრი დუდუ მე მგონი მოკრთამა იქ რატომ მიყვარს არა მე ესეთი გარიგება იყო რომ კაროჩ რაღაც ტასკები მიეცეთ გაერთონ და მე გავაკეთებ თავში წავლენ თქო რა მოკლედ Java-ზე ვწერდი წელიწადი და 8 თვე რა და დუდუმ გადამარჩინა მადლობა დუდუს ყველაფრისთვის გიო ძალიან დიდი როლი ქონდა ხო და ანუ JavaScript-ის 100-ზე არ ვიყავი რა საერთოდ 100-ზე არ ვიყავი აი არ არის 100-ზე 100-ზე ვარ და გიოს დავალება მომდის რომ ეხლა React-ში უნდა დაწერო, ანუ რა React HTML რა არის, მე გვენდი ეს არ ვიცი წესიერად და React-ში უნდა დაწერო, ესე დავალებაო რა. Canvas-ზე აქია ბურთებიო. და რომელიმე ბურთს რო დააჭერო, სხვა რა ბურთების დარჩაო, იმ ბურთებზე უნდა მოხდეს ფოკუსიო ზუმიო რა. და მაშინ არ იყო AI ვაფშე. რავი 1-3-4 დღე ჩავჯექით და ამასაც იგივე ქონდა და გავაკეთეთ რა. It was fun რა და. ხო ეგ უნდა მეკითხა რომ ერთად გააკეთეთ თუ ბიჭო actually ანუ ცალსაკი გავაკეთეთ, მაგრამ მე ანუ ორიომ რო გავაკეთეთ, მე ვილაპარაკეთ რომელმა როგორ გავაკეთა რა და ანუ მაგითი ანუ რაღაც რომელი მე მქონდა მე მგონი უფრო ანუ ცუდად დაწერილი და მე ანუ რაღაცა შევცვალე რა. არა ეხა ეგეთ დავალებებს ვეღარ მიცემ რა. ეხა ვეღარ მიცემ აქ დავალებას. ანუ არა ეგ მე მგონი ისეთ დავალებაა რომ პირიქით ანუ დეტალები ჭირდება და ზუსტად HTML-ს უნდა ვაფშე არ გინდოდა რაღაც ერთივე React-ის დოკუმენტაცია და გაგერკვია ცოტა რაღაც როგორ მუშაობს და იქ რაღაცა აი
უფრო სისტემური ფიქრი ჭირდებოდა მაგასაც რა. ისეთი არ იყო, პროს დაარენდე რაღაცა ფორმა არის. ანუ ჩვენ ხო ანუ ეგ take home ქონდა და მე მგონი მანამდე ქონდა შენთან იმენა გასაუბრება და სანამ გასაუბრებაზე შევალ ის მაგ რა ქვია Google-ში წელ top 20 React interview questions და ანუ literally რაღაცები პირველი 10 რა წავკითხეთ იმენა თალვიმდევრობიდან ეგრებისაა და კითხეს ხო ანუ თუ ხოლმე what is user effect იმენა თალვიმდევრობას და ანუ სასაცილო იყო მეც ორივე ძალიან პასუხისმგებლად მივდეგი და მე ამის შემდეგსაც გეტყვი ეგრევე თუ გინდა რავი რა არის რა კონტექსტი შეიძლება და შემდეგ რო პასუხავს და შენ რო იგე იმიტომ რომ შემდეგ იღდა ხო და წეგანდე ორი წამი წეგანდელი მას რომ მიუბრუნდეთ რა შენ რო თქვი რომ აი ეგ take home assignment-ში ანუ მარტივად მიხვდებით რაღაც ყველაფერი cloud code-ს გააკეთებინა თუ რაღაცები თვითონ გააკეთა და რაღაც რეალურად რაღაც responsibility გამოიყენა რა AI. ანუ მაგ კონტექსტზე მე მგონი აქამდეც აქაც გვილაპარაკია პოდკასტში. ოფლაინად მე მგონი ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე მაგას, მაგრამ მოკლედ ძალიან დიდი პრობლემაა irresponsible AI-ის გამოყენება რა. აი ხა მე შევიჭრე ბოლო კონტექსტში ბოლო დროს რაღაც სპეციფიკურ კონტექსტში უფრო სწორედ და ხო რა ანუ ძალიან დიდი განსხვავება არის იმასა რომ ანუ რაღაც რეალურად software engineer რო ხარ აი შენ day job-ი რაც არის ძალიან ბევრი აი უაზროდ ბევრი მიკრო და მაკრო decision-ების გაკეთება ხო ანუ დღის განმავლობაში literally ეგ არის და ეს decision-ებს უბრალოდ შენ თვითონ რო აგებ მე ეს გამახსოვრდება კონტექსტი და რაღაც წლის განმავლობაში ესე რო ხარ უბრალოდ ძალიან ღირებული კონტექსტი იმას გეშობა რომ ანუ ცოდ mind map-ი გაქვს რა decision-ები არის სისტემაში გაკეთებული რა და ვიღაცები ამ decision making-ის დელეგაციას რო აკეთებენ LLM-თან და ისე კი რომ მე decisions გავაკეთებ და მე იმ იმპლემენტაციის კონტექსტში LLM-ს გავაკეთებინებ რომ მე assessment-ი მაინც შემეძლოს ანუ ეგ იმენა აი ის მეორე კონტექსტი ალბათ ეგ არის ხო vibe coding-ი რომ ანუ decision-ებსაც ანუ შენ იმდენად high level რაღაცებს იმაშვევი ხო decision-ებსაც შენ აღარ აკეთებ რა please ხო რა please გააკეთე რა და ეგ ხო ანუ ძალიან ის არის რა ქვია მე მგონი მარტივი შესამოწმებელია მაგას მოვაყოლე რა ანუ ტიპი რავი ხა თუ დაგიჯდა და ძალიან მარტივია რა რომ მე მგონი მივხვდე კოდი ესმის თუ არა ფაქტობრივად მაგამდე დადის რა შენ რომ ყველა დეტალი და ყველა ლაინის ფუნქცია არ იცოდეს იმენაზე პირად მაგრამ overall mind maps მოგიყვება რა ანუ ძალიან მარტივი შესამოწმებელია ეს და ხო ანუ კიდევ ერთხელ მგონი დუდუს ეს ინტერვიუები ძალიან ის არის რა მარტივი მაგალითია ან რაღაც და ან loading state-ები უნდა გააკეთოს რაღაც რაღაც ან skeleton-ები უნდა გააკეთო რა და რომელიღაც აირჩია თქვა code code-მა და შედიხარ გასაუბრებაზე მე სადაც რომ განიხილო და რატო გააკეთე ეგ განსაკუთრება ზუსტად რა ცოტა მეტი კოდის წერა skeleton-ის გაკეთება ვიდრე ერთი რაღაც SVG-ს დაგდება რატომ მიიღე განსაკუთრებები და ან შეგიძლია შეამოწმო რა შედარებით ის არის აი მან ხა placeholder-ების გაკეთება აი ამ vibe coding ერაში რა ძალიან იწევს აი იმას რომ ხო ჩაგვანაცვლებს რა AI რა ძალიან იწევს ღირებულება ისეთი ინჟინერების ვინც პასუხისმგებლად იყენებენ AI-ს რა იმიტომ რომ აი არ ვიცი ვინც აი არ ვიცი თავის კოდის წერაში 90%-ით სულ AI-ს წერს ხო მგონია რომ თუ რაღაცა ანუ შენ ხა პასუხისმგებლად იყენებ რა ანუ vibe coding-ი და ანუ AI assisted engineering-ი რა შენ ერთი პროდუქტი ცუდი გამოდის იმიტომ რომ თავისთავად ხო არა მე მქონდა ეგეთი ტრეფი რა და მე რაღაც ეტაპზე გადმოვედი ისევ აქეთ და ანუ ეხლა ძალიან basic რაღაცებს ვაწერინებ რა ანუ აი სანამ არ ვიაზრებ იქამდე არ ვიყენებ რა ხო ეგ არის ჩემი that's it გაზრებული რო გაქვს შენ ჯერ yes სისტემურად შეიძლება უკვე რაღაც ძალიან იმპლემენტაციის დეტალებში იქ ზუსტად რა ქუედის უშვებს არა მაგრამ ის რო გააზრებული რომ ამან worker-ი უნდა დასფავნოს და აი ანახებ რომ აი აქ არის კოდი worker-ების მაგალითად როგორ მუშაობენ და ესე რაღაც პარალელურად უნდა გაიშვას და რაღაც ეგრე აუხსნი ეგ უკვე აღარ არის vibe coding-ი რა ეგ არის რომ auto-complete-ი ოღონდ ტაბის დაჭერას მაგივრა თან ის რა არის ანუ ეს vibe coding-ი რომ მუშაობს არის მითი რა ანუ სერიოზულ production grade აპლიკაციებში აი ძალიან კომპლექსური ან თუნდაც long რაღაც ან გრძელი აპლიკაციები რაც არის რა მაგას ერთი წელი დეველოპება რა ერთი წელი შენ რო დასვა vibe coder-ები აპლიკაციაზე რა და ყოველდღე აკომიტონ ეს vibe coded solution-ები იმას იზამს ახლა როგორც ჩვენ მეგობარი იყო და დედა იმას ეკნება ამ იმას აპლიკაციას რა ვინ ჩვენ მეგობარი მაგას რა ვიცოდე ხო რა ანუ ძალიან ის არის რა ხო იმიტომ რომ ეგ არის მოცა რა ქვია მაგას reliability versus capability რა ანუ შესაძლებლობა აქვს რომ ყოველ ჯერზე 90%-ით გადაჭრას ის მაგრამ reliability ანუ მაგაზე რომ შეიძლება დამოკიდებული იყო ანუ
I can translate anyway. უკვე ეს მრავლდება ეს 90% ერთმანეთზე. და სულა, ქვემოთ მიდის. სანდო ისე აი code-ის ნაწილზე ანუ responsible გამოყენება და ნუ არის რაღაც სიტუაციები, სადაც ნუ იყენებ, ხო? ანუ რაღაც კომპლექსური მას უხსნი და მართლა ეხა ბოლოს არა, მე code-ს აღარ ვიყენებ. რას იყენებ გიოვა? რას იყენებ? წერა რაპირებდა რომ აი ისეთი hard გადასვლა გააკეთებინა რომ კაი ეხა გადავიდე თამაში და ნახე მე როგორ ჩავაქსოვე. ხო და მიდი გავაგზავნოთ მაშინ რა ანუ პოდკასტის მერე მეც ვცადე კურსო. ხო ანუ ვეგორ ყველამ დაუთმეთ ინდივიდუალურად და მოდი აბა მოვყვეთ რა აი დუდუმ დაიწყო შემეძე კაი რაღაცები. მე გავქვებული მქონდა კურსორის subscription-ი და განვაახლე, იმიტომ რომ გამოყვებულში იჯექი. ანუ უბრალოდ კურსორს ვიყენებდი ტაბის automation-ისთვის, chat-ს არ ვთარხსნიდი რა. ძალიან გამისწორდა, ეს ახალი UI-ით გამისწორდა, როცა აგენტური ფირს არის, ეგ ძალიან კაი იყო და ყველაზე მეტად მომეწონა ეს composer მოდელი რა, რომელიც აშკარად კარგად მუშაობს. არ ვიცი რაღაც უფრო მეტი info აქვს კოდიდან გამომდინარე რაღაც არ, მაგრამ ერთი დღე კოდი რო გამოვიყენე და მეორე დღეს კურსორის კომპოზერმა იმ დღეს უკეთეს შედეგი მომცა. ხო, ანუ კომპოზერი ერთი რაც არის, ბევრად სწრაფი არის. ეგ ბევრად სწრაფი არის და კურსორზე აი მაგას ვაკვირდებოდი, ახლა რამე ძალიან ვცდილობ რომ რაღაც ინტენსიურად გამოვიყენო ხოლმე კურსორი. სისტრაფე ეგრევე თვალში მომხვდა ამ კომპოზერის და ორი რაღაცა კიდე რა. პირველი არის რომ ეს ბევრი აგენტის პარალელურად გაშვება რომ შეგიძლიათ. That is so cool, ანუ ძალიან cool არის, კაგრაც გუშინ ვიყენებდი რომ რაღაც ხო აი გვაინტერესებს მაგას რაში იყენებ. ხო, აი მაგალითად გუშინ ესეთი რაღაცა, ანუ მაგალითად რაღაცა ძალიან urgent პრობლემა იყო გადასაწყვეტი, ძალიან და ანუ ბაგი იყო, პრობლემა რაში იყო root code-ის აბანო. რა თქმა უნდა მე ჩემით ვეძებდი, მაგრამ okay, let's try რომ ანუ background-ში გავუშვათ 6 სხვა ანუ სხვადასხვა მოდელი რომ რას პოვე. მე ჩემით მოდელს ერთი და იგივე კითხვას რო ეკითხები. კი, ზუსტად რა. და ანუ მე ჩემით ვიპოვე და მე იმ 6-დან 2-მა ზუსტად იგივე იპანო. 2-მა რელევანტურად იპოვა რა, ანუ პრობლემა რა, დანარჩენი 4-მა რაღაც აბსურდული რაღაცები დატოვა რა. და ის არის რა ქვია. LLM Maxim რა. აი ეს რა შუა კი. OpenAI Go ის არ მაქვს. ის არ მაქვს, ის Max გადართვა რო აქვს, ანუ ის Max toggle რო აქვს. ეგ დიდრებისაა. Max რა? ეგ კურსორს აქვს, მოდელს რო აირჩევ. ეგ reasoning-ი რო reasoning Max-ი არის, okay. usage based price. ხო, მეორე ის მომეწონა მოკლედ. მაგრამ მე ისე ვერ ანუ ლიმიტებზე ვერ ავედი. ანუ კურსორის ლიმიტი მე ვერ მარტივად ავედი. კოდში $20-ზე დაამარტივა. კოდციანი გაქვს? კურსორის ხო? ხო, მე 20-იანი მაქვს და ლიმიტებზე ვერ. მაგრამ შეიძლება თავიდან ახლა ახალი როა რეალურად მაგარი ლიმიტები აქვს. აი იმიტომ რომ მაგრა გაუწურე რა. და მესამე, короче, просто დავასრულებ მაგას, რომ ანუ ის იყო რა ქვია. აი წე UX-ი რა მგონი ეგ არის რეალურად ყველაზე ცალკე ფანჯარა რო იცნო. ანუ ლითერ თან ცალკე ფანჯარა კი არა, ანუ რო ხსნი პირველი ეგ გიხსნება და ანუ source code იჩითება, ანუ second hand citizen-ი რა. და ეგ ძალიან დიდი ის არის. ალბათ აი კაკრას ჩვენი transition-ი ვინც code-ს default-ად ვიყენებთ ნელ-ნელა მაგითო ხდება, რომ ანუ ეგეთი რაღაც UI არა, მაგრამ UX-ური და ინტერაქციული ელემენტები, მაგას ემსგავსება რა. შენ ამბობდი ხო, რაღაც ხმით საუბარი რომ დავემატა. ეგ ჩემი აზრით ხო. კოდს არ დაემატა. ხო. არა, ეგ ზოგადად ანუ ის ინტერაქციის გიოს საძი მოვისმენთ ყველაზე კურსორზე და მე მოვყვები voice-ის ნაწილს რა. ანუ ეგ UX-ის ამბავი ეგ არის რომ ანუ აი ადგენენ კურსორი ადგა და აი კოდი როგორ შეიძლება ჩვენ UI-ში ჩავდეთ რა. First class citizen. მათ შორის ანუ ყველაზე კაი ფიჩერები რა თქმა უნდა, მე რაც მომწონდა ყველაზე მეტად რომ აი კარგი ტერმინალის, კარგი permission-ების საპორტი რა სკრიპტები შეუძლია გაუშვას, ხო? აი ეგ დაამატეს რომ უფრო კაი ელოისტიკეთ რაღაცები და ნუ ეხლა რა თქმა უნდა თვითონ ეგ GUI სადაც შეიძლება მე დააჭირო და ეს კოდი კარგად იქვე ნახო, რასაც მე ყოველთვის ისე ვაკეთებდი რომ ანუ კურსორში ქონდა ტერმინალი ახსნილი და მე ვნახულობდი, ანუ მაინც იგივე setup-ი მქონდა, ოღონდ ჩემი კუსტარულად აწყობილი და ეხლა ეგ გახდა default-ი რა. ერთადერთი ის მაინც არ მომწონს, აი change-ები ხო გააკეთა და მაგ ისეთ git-ში ეს change-ები ხო და თავისი UI რო აქვს რომ yes or no და მე ხანდახან ეგ იბაგება და რაღაც იჭედება შუა იმაში და რეალურად ეგ რატო ჭირდებათ რომ აი შენ მომბობდი ეს კომპოზერი როგორ დაატრენინგეს. ანუ მაგ yes no-ებით გაუკეთეს reinforcement learning-ი რა. მაგრამ ისე მოდელზე ვერ დაგეთახები, თავიდან მე ვცდილობდი და მაგას ვიყენებ ხოლმე უცებ რომ მინდა რაღაც რა და
ანუ კაი ფლენს რომ იცემ თქვა და რაღაცოდი არ ვიცი. მაგრამ მაინც რავი, დღეს ისევ გადავედი just cloud-ის მოდელებს ვიყენებდი მაგაში და it was good რა. საბოლოო ჯამში რავი, კი, ერთადერთი რამდენიმე დღე შემაწუხა თავიდან, ანუ მილიონი ბაგი ქონდა, ანუ ყველაფერი გაბაგული იყო რაღაც they მომენტში. launched like yesterday. ტერმინალი არ მუშაობდა. ტერმინალში ვერ აკოპირებდი მაგალითად. ხო რა. ანუ რაღაც უცნაური რაღაცები ქონდა. ანუ ოკეი რა, ანუ რაღაცები გაფიქსეს უკვე. სხვა შორის კიდე რაც შევცვალე, TypeScript-ს თუ ვიყენებთ, დავაყენეთ TypeScript-ის GOS ვერსია. ანუ extension-ი არის უბრალოდ და სულ მაგას გადადის. და ანუ იმე დავისვენ, just მუშაობს რა. ანუ მე დიდი რამი, მაგრამ რამი მაინც ვერ მიყარა. რამის პრობლემა არ მქონდა, just რავი რა. არ მაინც ჩემიც ძალიან 32 მოწვა, მაინც ბაგავდა. და მან თემა იყო რომ კოდის PM-ი თუ რაღაც გადაიყვანა კურსორმა, ხო? მაგრამ იგი იყო რაღაც 2 კვირა და მე დაბრუნდა ეს. დაბრუნდა. ნუ თუმამ გადავიდა, წამოიღო იმას. ხო, Figma-ს ფაილები წაიღო, რაღაცები წაიღო და აი იმაზეც რომ მაგრამ რა თქმა უნდა ხა რეალურად just გამოიყენე კოდი და ხო, just try it out. მაგრამ შეიძლება იყოს insider-ული ინფოებიც. არის ხო, voice რა, ესე იგი მაგზე არის ესეთი API super whisper-ი ქვია თუ whisper flow რა. მაგრამ whatever ან ჩვეულებრივი UX-ია, FN საჭერდა, ტიპი გეჩიტება და სადაც input-ზე კურსორი გიდგას, ლაპარაკობ რა. text to speech-ი აქვს კურსორი და კი paste-ებსაც ილაპარაკებ. ქართულად მინც ლაპარაკებით ელემენტს შეიძლება დიდად არ გამოგადგეთ, მაგრამ ნუ ინგლისურად მოკლედ აღმოჩნდა. აი, ხარ დააკომენტარეთ. ხო, ანუ აღმოჩნდა, რომ რაღაცა კომპლექსურ პრობლემას, აი ხა ერთ პროექტში რაღაც კომპლექსური პრობლემები იყო და კოდის ვცდილობდი გამიფიქსა რა. და აღმოჩნდა, რომ ლაპარაკით ძალიან გრძლად და ნელად და მშვიდად რომ ხსნიან პრობლემას, ბევრად უფრო კარგი პრომპტს ვაკეთებ, ვიდრე რომ წერ რა. მე ეს ჩემი ის არის რა, რომ ანუ რომ წერ თითქოს ინსტინქტურად ვცდილობ რომ მალე დავწერო რა, მოკლედ ლაკონურად და არა რა, პირიქით რაც მე კონტექსტს მიცემ და დაჟე ბევრჯერ უმეორებ და უფრო პრეფერენსი არის ალბათ მაინც, რომ ანუ ესე უნივერსალურა და ჩემ ანუ ხო, მე ჩემ დავიძახი. კი არა, ეგ მე შევამჩნიე რა, რომ ანუ უბრალოდ რაღაც ეტაპზე შეიძლება დაგიზაროს რაღაცების კარგად დაწერა. ანუ ჩემს ორივე საკ პოზიტიური და ნეგატიური რა. ამ voice ნეგატიური აქვს ის, რომ რო წერ, რასაც წერ ჯერ იაზრებ და ანუ კონტექსტი უფრო clean მიეწოდე, ანუ უფრო ესეთი რა, გასალაშინებული კონტექსტი მიეცევა რა ელემენტს. აქ პირიქით არის რაღაც დეფოლტი შეიძლება რაღაც საერთოდ არარელევანტური რაღაცები თქვა. მაგრამ მეორე არის რომ throughput-ი არის აქ ბევრად დიდი რა, ანუ ალბათ პრობლემის მიხედვით უნდა იმასქნა რა, ანუ ხო overall მეც ძალიან საინტერესო რამესაც დავთ უეჭველი. მე ესე რაღაც why რა მაგარი რაღაც არ უყურებ, მაგრამ მგონია რომ აი კოდი დაიკიდეთ GPT-ს რო ელაპარაკებით რაღაცეებზე, ანუ GPT-ს ლაპარაკის დროს ბევრად ისა რა ეფექტური არის, რომ ბევრად დიდ ტექსტს მისცემ რა კონტექსტს რა. და თვითონ აი ამ tools UX-ი ბევრად კაია, ვიდრე GPT-ს იმას mic-ს რო დააჭირო და GPT-ში ველაპარაკო რა. აქ სადაც კიდე იქ წერ და ვაფშე ზოგადად რა სადმე რამეს თუ წერ შეგიძლია უთხრა რა. It's a bit weird when you are like in a crowded place. ანუ შემოჭი ბაზრები, ეხლა რაღაც private რაღაცებს შეიძლება იმას how to solo how to მაგრამ კაია. How to break up with the first try. No, I said yield star. No, do this fucking generate function, რა. Yield star. ეხლა ამაზე რა არის ჩემი counter-ი. ანუ თუ აი ხო შენახსენე ხა GPT-ს ეს voice dialogue ხო გამოგიყენებია. კი. ერთხელ ანუ რაღაცა მოусაინებ და აი 1-15 წუთი ვებაზრები ამ GPT-ს. It's crazy. ანუ რაღაცის დიზაინზე რა, ანუ პროექტის რაღაც დიზაინი რაღაცა ვიცოდი რომ რაღაც ალგორითმი მჭირდებოდა ამისთვის. რაღაც ანუ რა data-ები მქონდა და აი რაღაც ალგორითმი რომ მარტივად given-ე რაღაც data-ის range რო აიღო, რაღაც ბევრი data-ი და როგორ იპოვა ოპტიმალურად რომელები ხდება ამაში რა. ეხლა მეთქი უეჭველი რაღაც ალგორითმი არსებობს. არსებობს interval tree-ები რაღაცა, მაგრამ ისეთი არაფერი. ეს მოგიყვანა უცბად დაალაგე. ჯონდე ველაპარაკე და კიდე სხვა რაღაცების და okay, ანუ I feel good. ანუ ყველაფერი გავაგებინე და ამც და რაღაცა და მე ბიჭო ამოვიღე და just ავსკროლე და ანუ ჩემი ნათქვამები ანუ 20%-იანი სტომილება, ანუ სულ ვაფშე სხვა რაღაცებია, ანუ იმიტომ რომ რაღაცებია მე native speaker-ი არ ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ რაღაცნაირად არ მე მოსეირნებდიო გარეთ იყავი, ხო რაღაცა. ბევრი ეფექტი ფაქტორი იქნება. ანუ
ხო და შენ თუ კითხულობ ხოლმე მე იმ ტექსტს რასაც ხო და კი, აი მაგალითად რაღაცა ტერმინებს, რასაც აი რა ცოტა დამეკარგა ის კი. ეს ხო იმაზეა დატრენინგებული რომ გასწავლოს მაქსიმალურად ყველაფერს დაგეთანხმოს და ანუ ამაში მე ის ანუ ეს როგორ იჩდება, იცი? ვიცი, ანუ და უსმად ჩდება ინპუტში რა. დავუყენებული და უცბობ უნდა უეჭოლი უნდა წაიკითხო, იმიტომ რომ აი მაგალითად რაღაცას ვეუბნები რაგზე რა და შეიძლება rec მე იმ მომენტში რაღაც rec ვთქვი და რაგის მაგერად rec დაწერა და Rec service-ები კონტექსტურად არის კი მიხვდება იქ რომ rec რაკს გულის ხო, მაგრამ შეიძლება ახლა აიჭრას რა. ამიტომ შევიდა და development database და იმან გაიგო production და წავიდა შო, ხორჭა. წაშალა. მეორე დღეს CTO bro welcome congratulate to you. ხო და კიდე აი წინა ეპიზოდებში თორნიკეთს რო ყავდა მაშინაც და მაგის წინაში ჩვენ რო ვიყავით ყველა მაშინაც ვქვით რომ Siri რა და Apple-მა როგორ მოაგვარა ეს რომ აი რანაირად არის იქ იყო პროდუქტი და როგორ ვერ იმასქნეს რა. ხო და ზუსტად ეგ whisper flow ანუ გასაგებია რომ ეგ just text to speech-ია მაგრამ ეხა მაგას რაღაცით ეხა მაგას გამახსენდა და ანუ ეხა დაპარტნერდნენ Google-თან ოღონდ როგორც მე ვკითხულობდი ანუ რაღაც ეგეთ დიალი აქვთ რომ Google-ი გაუკეთებთ მოდელს და მისცემთ ანუ იმათ ინფრასაც არ გამოიყენა ანუ Apple-ის privacy იმაში იქნება და რაღაც ეგეთ ალგორითმს აკეთებენ რომ ამ LLM-ს რო გაუგზავნი მესიჯი ეს მესიჯი encrypted არის ის LLM-ი პასუხს დააბრუნებს და ყველაფერი encrypted არის ანუ Apple-ი ვერც კითხულობს ამინას რა რაც ახლა კაინდა ძალიან დიდი ანუ მაგიტო გჭირდებათ რომ Google-მა გაუკეთოს ეს მოდელი იმიტომ რომ data-ს თუ არ აგროვებ ანუ იქნება მოდელი და საინტერესოა რა იმიტომ რომ ანუ ბევრი ძალიან დიდი პოტენციალი აქვს მაგას და ანუ შენ device-ზე რო კონდეს ლოკალური LLM-ი რომელიც კარგად აინტეგრირებული ბევრ რამესთან ანუ ბევრ რამეს ანუ ბანკა იქნება ხო მახსოვს ანუ მაგ ლოკალურ LLM-ებზე და ჩვენ მე მგონი ერთ-ერთ პირველ ეპიზოდშიც ვახსენეთ რა და როგორ აზრიხარ ანუ რამდენი ხანი გავიდა და ესე ანუ შეიძლება რაღაცები ხდება ანუ აშკარად ხდება და უბრალოდ ჩვენ არ ვიცით რა დიდი ალბათობით მაგრამ ანუ ის რაღაც გამოკვეთილად ჰაიპის სხვა ჰაიპის კონტექსტების ნაწილი არ არის აშკარად რა ანუ ეგეთი დიდი პროგრესშენი ვერ ხდება რა და მანდ ანუ hardware limit-ების გადამულია hardware თუ არ განვითარდება პირდაპირ ესე და hardware როგორ უნდა განვითარდეს ახლა hardware როგორ უნდა განვითარდეს ამაში რამეც არა რა უნდა შეიცვალოს მოდი ერთ წამით ჩავყვეთ ანუ რა უნდა შეიცვალოს ეგეთი რომ შეგვეძლოს ანუ ინფერენსის გაკეთება უფრო დიდი მოდელების მაგალითად რა hardware-ზე რა მაგრამ ჭირდება უფრო დიდი მოდელი ან ლოკალურად ან ლოკალური task-ები რაც არის ახლა ხო აქვს Apple Intelligence-ი LLM-ს იყენებს აი rewrite this prompt და მაგას მე ლოკალურად აკეთებს at least as far as I know და ეგეთ რაღაცებს გააკეთებს რა ანუ თან მე როგორ Apple Intelligence-ი ანუ ChatGPT აწერია ხოლმე რა არა ChatGPT-ის ვარიანტიც აქვს რომ მე უფრო რთული არის გააკეთო ოკეი ალბათ ხო ანუ მაგაში გეთანხმები რომ ანუ უფრო ის კი არ არის ალბათ მიზანი რომ ზუსტად იგივე capacity-ის და ის მოდელები იყვნენ ლოკალურად არამედ ანუ რაღაცა ნაწილი დაქავერდეს ამითი და ანუ just ძალიან ჭკვიანური ორკესტრაცია იყოს რა სად როდის რა რომ ანუ ლოკალურად თუ იქ რა თან ანუ Apple-ის ჩიპები ანუ kinda რაღაცნაირად გაარტყეს ეგ რომ Apple-ის ჩიპები ისეთი ჩიპებია რომელიც იდეალური use case-ია ამისთვის და თან ანუ Google-ს აქვს ისეთი ჩიპი ანუ Google-საც ხო Google ხო არ იყენებს Nvidia-ს რა რაღაც თავის CPU-ები აქვს და ასევე რაღაცა მოდელები აქვს რომელსაც CPU-ზე უშვებენ რა რაღაცა იჭორებიან რომ ანუ Gemini-ის რაღაცები ანუ Google შეიძლება ძალიან black horse-ი არის ისე რომ არავინ არ იცის რა ესე Gemini-ს update იდეაში თავიდან ყველა რო Google-ზე ამბობდა რომ like those guys ანუ სხვა შორის ანუ მე რომელ ეპიზოდში ვთქვი ფინანსური ჩევა იყო, მაგრამ არ მაგის მერე Google-ს აქცება მოიბატა. რიანოს რომ არ ვყავდა მაშინ. ხო. და ანუ ხო და Apple-ს ჩამორჩენილია ეგრე რა. ხო? და მაგრამ მე რა ჩამორჩენილი, ანუ ყველა დიდი დისტრიბუცია აქვს და ანუ ერთ წელიწადში ხა Apple-მა რომ 3 წელი დააგვიანოს რაღაცაში რა. შეიძლება advantage-ია, მაგრამ Apple-ი ეგ არის რომ ძალიან polished product-ი უნდა დადოს რა. ნახოთ. აჩო რა Google-ზე ამბობდი. ძალიან საინტერესოა, recent update ხო იყო ხა GPT-ის ყველაზე დიდი რა. მანამდე იყო Claude-ის მე მგონი. თუ Sonnet 4.5 მერე გამოვიდა, არ ვიცი, ხომ მოკლედ ეგორი რაღაც ერთად მოხდა და ეს Gemini-ის update რო upgrade რო არ გამოდის, isn't it weird like ბაგი აქვს production-ში. Grok-იც ხო არ გამოსულა.
Grok-ი вообще come on. Not even in the conversation. ერთი წუთი გეგობრებო რა, რა ვიცი. ეხლა რომ ვინმე და გავიშთათ მაგარი right wing რა, რა თქმა უნდა, Grok-ი ყველაზე მაგარი. Is not agreeable. ეგ არ ვიცი, არ ვიცი ხა ის ფუნქციონალურად ეგრე ამდენ რა KPS-ი აქვს, მაგრამ არ სოციმედიაში, თან X-ის ნაირ სოციმედიაში რომ იქვე არის რომ explain this tweet-ან რაღაცა რელაციო რაღაცა მომიძებენ, ეგ ძალიან useful product feature-ი არის ჩემი. ხო, product feature-ი არა, ხო, Groks მაგის გარდა ვინმე რამე შეიხენებს, ან ეგეც არ ვიცი რა, literally წარმოადგენა. არა, ეგ ძალიან. Facebook მეტამ როგორ ჩაისვარა იმაში, Messenger-ში რომ გამოაგდეს ის, ანუ მაგას ვინ იყენებს? ხო, რომ Messenger-ში ვინ ელაპარაკება იმას? შეიძლება კაც რო წერდა. და თან ელელებს, ანუ crazy. ყველაზე კაია, ანუ ხო, ყველას ყველას crazy. ხო, ანუ დღეს დაიდო აი სამაკ მოვიდოდი latent space-ზე დაიდო Zuckerberg-ის და მაგის ცოლის პოდკასტი და ანუ რაღაცა how to cure this ანუ they have nothing to talk about და რაღაცა იმას ლაპარაკობენ. თუ რაზე რას ლაპარაკობენ? ყველას ხო გვაქვს სამეგობროს ჩათები Messenger-ზე და ეგ რო დაემატა summarize AI და ქართულ ლათინური შრიფტით ნაწერი ქართულის დასამრაიზებას ოცილობდა ხოლმე Facebook-ში. ეგ ისე მუშაობს, ახლა გავტესტე, აი რა თელასიდან რომ მოგდის ხო იცი? ეგ ჩაუგდე და წაიკითხა რა. აი ხო, აი კადრს სოციალურ ლაპარაკობდის მაგაზე რომ მაინც მუშაობს, აი ლემები ეგეთი ფორმატი. ისე Facebook-ს რაღაც 100 მილიონი ჯარიმარო, ხო, ანუ ანუ რაღაც სოციმედიიდან კონსენტის გარშე აკრეფილ დატაზე რო ატრედინგებდნენ რაღაც ევროპაში რაღაც ის მისცეს რაღაც fine მისცეს ძალიან დიდი რა მე მგონი მე კიდე სხვა კომპანიებიც მე იმას გულისხმობდი რაღაც 100 მილიონს რო უხდიან AI ტიპებს ხო ეგ სადღაც ალბათ ხდება რაღაც ციტაბა ხო აი ხო შეწყვიტეს კაცო ანუ ეგ შეწყვიტეს ეგ აღარ ეგ პროგრამა შეწყვიტა ეს ისა შეწყვიტეს აღარ აქნეს ანუ პირიქით ის არის რა ქვია მაგის მე ძალიან ბევრი რესტრუქტურიზაცია და რაღაცები მოხდა ვიღაცა ბავშვი გაუშვეს და რაღაცა ანუ ძალიან ბევრი რაღაცა ის ტიპი ის გიფი რო არის დოლარებით რო თვალებს იწმინდა ის ეგეთი ტიპები გაუშვეს 100 მილიონი ის ეს კაცი არა ფინანსური რჩევისმე ის უნდა გვეხსენებინა რომ Mike Burry 2008 წლის ფინანსური კრიზისით და პრედიქტა ეგ რომ Nvidia stocks short-ავს Okay. Let me ანუ მაგაზე ჩაერთო. ანუ ფინანსური რაღაცებაზე გავხდით რა. ანუ ეგ Michael Burry Big Short-ი ვისაც გაქვთ ფილმი ანახე კრისტიან ბერგო თამაშობს და ეგ ტიპია და ანუ მაგის ის რაც იყო 2008 წელსში მანამდე 2 წლით ადრე დაიწყო იმის ლაპარაკი რომ ეს ბაბლი არის ის პირველი 2 წელი რაღაც ცოტა ფულს კარგავდა და ბოლოს ერთადერთი იმ hedge fund-თან დარჩა ეგ hedge fund. თითქმის ეგ hedge fund-ი რომელიც გავიდა ძალიან დიდ პროფიტზე, იმიტომ რომ ნუ დაშორტა, როცა შორტაო, როცა რაღაც ქვემოთ მიდის, შენ გემატება ფული. ხო და მაგრამ ეხლა დღეს ოკეი, მაგის ფანდი, მაგ ტიპის არის შეფასებული რაღაც მილიარდ ნახევრად რა. რაღაც ეგეთი ზომის ფანდი აქვს, ხო? და ვიღაცები სხვები აინვესტებენ, ანუ ეს მაგის ფული ხო არ არის ესე თქვა, ანუ ეგ არის მენეჯერი. მეორე მხრივ ანუ AI-ში ამდენი დაინვესტებული რა AI-ში არის რაღაც მილიონ ტრილიონები ანუ შეიძლება ტრილიონამდე მაგრამ კაი თქვათ 100 ჯერ მეტი არის 100 მილიარდი მე მგონი ბევრად მეტია ბევრად ხო და ანუ იგივე ანუ და ეხა შენ რო იყო ინვესტორი რა ანუ შენც ანუ თუ ჭკვიანი ხარ რაღაცაში რო ჩადებ 99 ლარს რა 1 ლარის ფსონი შეგიძლია ამის საწინააღმდეგოზე დადო როცა ეს tail risk-ი თუ მოხდა, ანუ ეს 1%-იანი რაღაც თუ მოხდა, იმხელ upside-ი აქვს, რომ მაგის hedge არის რა. და სავარაუდოდ ამ Michael Burry-ის იმაში ვინც აინვესტებს, იგივე ხალხია, ვინც აინვესტებს AI-შიც რა, მაგრამ აქვთ hedge რა. ანუ tail risk protection და შესაბამისად მაგ ინფორმაცია ძალიან viral გახდა, იმიტომ რომ კაი headline-ია და might as well be true, მაგრამ თან okay, ანუ ლოგიკურია რომ ვიღაცა საწინააღმდეგო ბეტს დებდეს, აი როგორც პოლიმარკეტზე რა, ეხა ვიღაცა 99%-ზე რო არის და ვიღაცები 1-ზე მაინც რო დებენ რა, იმიტომ რომ რა იცი ახდება რა. რო გამოვიდა ძალიან დიდი return-ი. Okay. Nvidia-ს და Palantir-ს შორტავს. ხო, ნუ ეხა Palantir-ზე უფრო შეიძლება რაღაცაში არ ვიცი вообще კომპანია, მაგრამ დიდად ესე. მაგრამ და ეხა იმაზე რომ საიდან მივედით ამაზე? აი მე დავიჭერ გადასვლის მომენტს Twitter-ზე რო თქვა ჯორდანამ რომ ასწორებსო შიგნით შაშენებული LLM-ი რა. ანუ ძალიან ისეთი ტრენდი რო წამოვიდა ეხა AI native ბრაუზერების რა. მე მაგალითად რაღაც ლექციას ვატარებდი და იმ ლექციაზე თემა
იყო ერთ-ერთი ის რაღაც AI ბრაუზერები და მან პირველად გადმოუწერე წინა დღეს გამოვიდა GPT-ს ატლასი რა. და მან გადმოუწერა პირველად და კურიკულუმი როდის ქონდა შედგენილი? ხო და ანუ actually ეგეც ცუდი არ იყო. რა თქმა უნდა, ახლა არ ვიყენებ. ანუ I just removed it from dock, of course. მაგრამ ანუ თემა არის ესეთი, რომ ანუ ChatGPT ეგრევე გეჩიტება ჩატი და იმ სკრინს აღიქვამს რა. და ეგ აი ის ეფექტი გეჩიტება რა, რაც Twitter-ზე ნიკამ თქვა, ნებისმიერ სხვა საიტზე რაღაცებს ეკითხები და ყველაზე useful რაც იყო, რომ აი agent mode-ი თუ გაქვთ რა ტესტილი GPT-ს რა, იყო bullshit რა, ChatGPT-დან გამოყენებული, რაღაც თავის სკრინი იხსნებოდა, რაღაც crazy რაღაც ხდებოდა და ამას მაგალითად საერთოდ ეგ რა, agent mode-ი ChatGPT-ში იყო, რომ basically ChatGPT-ში იხსნებოდა რაღაც ბრაუზერი. იყო ან გაუქმეს? არ შეიძლება ხცა თავიდან რაც ხარ იხსნებოდა ბრაუზერი, ну იხსნებოდა ანუ შენ გეგზავნებოდა რეალურად სკრინშოტი და ანუ LLM-ს გეგზავნებოდა სკრინშოტი და მე ამ LLM-ს ქონდა რაღაც თული რომ დააკლიკე ამ კოორდინატზე და ანუ ეგზავნებოდა სკრინშოტები ეს რაღაცებს აკლიკებდა და ანუ შეგეძლო მაგალითად გეთქვა ჩემი API არის ამ URL-ზე, აი ეს არის email-ი, პაროლი და რაღაც გატესტებ თქვათ და ну ნელა ამას იზამდა ასე ძალიან დიდი ხანი ჭირდებოდა და ხა ისეთი ყველაფერს ვერ Google-ში ვერ გაივლიდა ავტორიზაციაზე რაღაცები, მაგრამ თავისი use case-ი ან რაღაც proof of concept-ი იყო, რა. კი, და ეხა UX-ის upgrade-ი გამოვიდა ძალიან რა ამ ამბით. იმიტომ რომ რაღაცა იზე ხარ და ამ agent mode-ს უხსნი და შენ screen-ის takeover-ს აკეთებს რაღაც ესეთ ლამაზი ის არის რა UI რა და ეს მაუსით, ლამაზ მაუსით დასაობს რაღაცებს აკეთებს და უკვე იმ page-ზე ვეხდება ეგ რა და ბევრად იმის მაგივრად რომ აი ეს წეღანაც ახსენი ის რაღაც Puppeteers ან რაღაცას იყენებდა რომელიც Chrome-ის გარედან არის. და ეს უკვე თვითონ აი კონსოლი რო გახსნა და იქ რაღაც კოდი წერო აი McDonald's-ზე. კი. და რაღაც use case-ები. და ნუ და extensions მეტი ისაკ და ბრაუზერზე თქო. რაღაც use case-ები რაც გავაკეთეთ იყო რაღაცა Google Sheets-ში რაღაცა უთხარი რომ გამიკეთეთ ხო რა და ნუ აკეთებდა რა, მაგრამ ნუ აი თემა რა არის რომ აი უცნობი ადამიანი რო დასვა. მაგალითად Excel-ის პროფესიონალი რაღაცასთან ტასკი მიცე. როგორც იმას დაჭირდება რაღაცა ბევრის ჩალიჩი, ეგრე ესეც ხან რაღაც აჭერდა, ხან ვერ აჭერდა, ხან სწავლობდა რომ აი მას რო აჭერ რაღაც ფუჭდებოდა და აი ხან ჭირდებოდა basic რაღაცებზე რა, მაგრამ ალბათ რაღაც ეტაპზე ისე დაიხვეწება რომ კომპლექსურ რაღაცებს აღიქვამს იმ სკრინიდან. აი პირველი use case-ი მაგის solution-ი ვიცი, მაგრამ თქვენ experience და მე მაგაზე ვიტყვი, კაი მიგნება თქვი შენ. ხო. ბიჭო, მე საერთოდ არ მიცდია ძრასა ვიტყვი. ხო, ეს ატლასი რო გამოვიდა, გადმოწერდა just ცადე ეგ, ანუ ეგ agent mode-ი ვიცოდი რომ ეგ რაღაც საინტერესო თემაა, ეგ გავტესტე რა. და ხო, არ ვიცი, ანუ დარწმუნებული ვარ რაღაც საინტერესო use case-ები არის, რაშიც შეგიძლია ოპტიმალურად გამოიყენო, მაგრამ მე არ მისვლა ჯერჯერობით ვაქამდე, იმიტომ რომ აშკარად ეს რაღაც ზემოთ არ მიდევს რა. არა რაღაცეებში რომ გავტესტე რომ საიტზე არ ვიცი, აი მაგალითად რა იყო, ხო, ეკრანს რო ვეძებდი ხა რა, მონიტორს ვეძებ და მაშინაც შევედი რა, მეთქი შევვნახავ თქო და ზუმერზე შევედი და აღუწერე რა ესეთი მონიტორები და ანუ agent mode-ს მივეცი, თვითონ მოძებნა და ანუ the fun part was რომ რამდენიმეჯერ input შეავსო მოძებნა, გადმოვიდა და ანუ ეს stateless პროცესები კი არისო, ანუ ერთხელ რაღაცა ჩაწერა და მომიძებნა, ამ ჩატის კონტექსტში ვინახავდა ყველაფერს და მე რაღაც სხვადასხვა ვარიანტები მომცა. ვიჩ ანუ მაგის იქით გამხენებად და ვერ უყო რა. ანუ ეგ მეც მაგას ვფიქრობდი ხა ეგუდამი თქო, მეც ერთ-ერთი რაც მომაფიქრა რომ აი ცუდი UX-ის solution. კი. მაგალითად რაღაცა მაგ გადასარიცხი და მეზარება რომ იქ მილიონ რაღაც დავაჭირო ან Zoom-ზე My Home-ზე მოუძებნო სახლი, იმიტომ რომ არა აქვს რაღაც ნორმალური ის და ის შემდეგ და ეგენ თეორიულად სხვა გადაჭრა საკმა, ანუ ამის ჰაკი არის ესე თქვა. მე ვიტყვი, ხო, ანუ კიდე ერთი use case. აუ მგონია რომ ჯერ ეს agent mode ეს მონიტორებს რო ეძებს და ის სახლებს ეგ და რას ეძებს? ეს მონიტორებს და ეს სახლებს რო ეძებს. ანუ მე ვიტყვი ეს use case, აუ მგონია რომ ანუ ეს agent mode is not that advanced yet რა. აი მაგალითად N8-ი რა. N8-ი არის აი თავიდან რო არის ის რაღაც არის ეს no code agent რაღაც builder-ი რა. ძალიან მაგარი use case-ია რომ ნებისმიერ ესეთ რაღაცა no code რაღაცა პლატფორმაზე ან თუნდაც საიტის Shopify-ზე მაგალითად რა კი ახლა იმას ლავებელს აქვს, მაგრამ Shopify-ზე შეხვიდე და ამას უთხრა და build me this website რა. ისე რომ შენ პლატფორმა არ ისწავლო, ხვდები? პლატფორმის სპეციფიკები რა. მაგრამ ნუ ეგეც ძლიერი ჯერ ვერ არის. ძალიან დიდი აბსტრაქციის ანუ ეგ რავი ხა ეგ იმენა ზუსტად იგივე მაშინ რომ build me this startup უთხრა cloud code. Make no mistake. ანუ ეგ ხო რაღაც ხა ეგ სიგიჟე არის ანუ ეგ იმენა სიგიჟე არის მართლა გულწრფელი იყო ხო ყველგან. მაგრამ ის არის რა, ანუ honestly, ანუ ეს ატლასი ეხლა ვცადე, დაახლოებით რაღაც 3 კვირიანი პერიოდი მქონდა დიას ვიყენებდი ყოველდღე რა.
ფაქტია. ჩვენი ჰაკათონის მერე, ჩვენ ჰაკათონს ჩავიწერე კაკას ბოლო დღეს და აგის მერე 2 დღეა ისო ბრეივზე გადავედი რა. ანუ დიას ვყენებდი. ჰაკათონზე რო კი, მაგის ჩავიწერეთ ამ ბრაუზერის შეცვლაზე. ბიჭო, არ არის ის. painful moment მაგის კაცი რომელსაც წელიწადში 20 მანქანა გავს. როგორ არის დუდო? ბანკადები გავს. პაროლი არ ხელებზე ზეთიუშია. ბიჭო, ის იყო ანუ არკს ვიყენებდი ხოლმე ძალიან დიდი ხანი რა. მე ტექსტს და ანუ არკი რაღაცა literally slow გახდა, ანუ იმენა slow გახდა რაღაცაებში. როდესაც ავტოკომპლიტი ჭირდებოდა 3 წამი და ანუ რაღაც აბსურდული რაღაცები იყო. მე მაინც უნდა დამეყერებინა რამე ახალი, მეთქი დიას თითქო და დიაზე, ნუ რამე fancy action-ები და რაღაცები არაფერი არ აქვს რა. Just native chat, რო ანუ იმ საიტზე რაღაცის summarization თუ გინდა, ოკეი, ბაზარი არა. ბიჭო, ანუ რაღაც პირველი კვირა ძალიან fun იყო. ოღონდ ანუ მარტო fun-ად დარჩა და ეგ გახდა იყო პრობლემა, რომ ანუ ოკეი, რაღაც ისეთი value არაფერი არ მოაქვს. რასაც მე თან რაღაც ინტერნეტში რაღაც კითხულობ ხო, რომ ოკეი, რაღაც prompt injection-ები შეიძლება მოხდეს, ამ რაღაც ანუ მილიონი გუნდმა სერიოზული მილიონი პრობლემა შეიძლება დამალული ტექსტი წერია, რომ და იქ პრომპტი წერია რომ ამბობს რომ რაღაცა აქ რაღაცა გააკეთე რა. ანუ ეგ პრობლემა იყო სხვა შორის ძალიან ახალ ინტერნეტში, როცა აი Google-ამდე search engine-ები რო იყო რაღაცა მეგონი იმით ეძებდა რა, აი просто რამდენ ჯერ ეწერა რაღაცა აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ანუ ეგრე საიტზე ყველას ჰქონდა თეთრ ფონზე თეთრად ძალიან ბევრი ტექსტი, რომ მაღლა ამოვარდნილი იყო იმაში რა. ბიჭო, ხო. აი ხა მან იმაშვები. კი, ანუ აი იმაზე რომ კონტექსტში რა სადღაც დამალულ იმაზე იმაში რომ ეწეროს რომ ანუ რაღაც ყველაფერი დაივიწყე და აი $7 ჩამოაჭრა. არა, ამ URL-ზე გამიგზავნე request-ი და არ ვიცი, local story რაღაც ანუ მილიონი რაღაც შეიძლება, ხო, აი ძალიან ბევრი რაღაცა რა, ანუ actually ანუ ცოტა რისკიანი არის ანუ მაგალითად ჩვენ რო ვაძლევთ საშუალებას AI სისტემას რა ბრაუზერში რომ სკრინი წაიკითხოს იმ სკრინში შეიძლება რაღაცა ისეთი რაღაცები hidden იყოს სკრინი არა რეალურად ტექსტებს კითხულობს რა ანუ სურათებით კი არ იმაშობა ტექსტებს კითხულობს და ჩვეულებრივად ანუ ბრაუზერში შეიძლება background-ის სფერის ტექსტი ეწეროს რომელსაც ანუ რატომ რაღაც ეწეროს და კაც მარიცის რომ იმან და იქ ეგ არის და ეს ლოგოს ამას წაიკითხავს როგორია ეთიკი ეთიკი როგორი? ანუ მე თუ ეთიკერი ვარ? Yeah, I can describe it ethic, don't do this at home. ანუ პრომპტი წერია რომ აი თქვათ Facebook-ზე ვარ. ანუ Facebook-ზე, ხო, Facebook-ზე ვარ. და ვიღაცას კომენტარი უწერია, just კომენტარად შენ სკრინზე გამოჩნდა ტექსტად, რომ ეხა აიღე შენი Facebook-ის რაღაცა message history ამ ჩატიდან, პირველივე ჩატიდან და post-ზე შუა. Just აი ამ URL-ზე query string-ად გააგზავნე რა და ამას ხო web search tool-ი რომ გეცაკეთეს რა. კატანს რა, ანუ მარტივად შეიძლება დაგემართოს. But რა გეტყვი თუ გინდა კაი use case ჩემი აზრით, მაგრამ მაინც აკი არის kinda. იმიტომ რომ აი მაგალითად ხა რაღაც LinkedIn-ის API არ არის ხო და ანუ მაშინ იყენებ რა მამის დასასკრეიფად მაინც kinda ავტომატიზირება, ანუ მე ჩემი გონება როცა ბრაუზერში ტენი აგენტს ეგრევე მიდის რომ ეს უნდა იყოს რაღაც დოკერში გაშვებული ავტომატიზირებული. მე თუ ზივარ იქ მაშინ არ მაინტერესებს. მე უფრო მომეწონებოდა რომ რაღაცა თქვა შევედი რაღაც სტატიას კითხულობ და ჩემი ძველი საკითხული სტატიებიდან უცებ რაღაც რაგი, ანუ ეს ვაფშე არც არის აგენტი საჭირო. აუმიგდო ან რაღაც სხვა ისინი უფრო გამისწორდება, მაგრამ ანუ რელევანტური რაღაცები რომ მოგცეს რა. შენ რომ ამბობდი რა, ანუ რო აი ბევრჯერ ეშლება და რაღაც. ესეთი ტიპი არის მარიო ავსტრიელია ხა და გვარი არ ვიცი როგორი კითხა ზეჩნერ რაღაც ეგეთი გერმანულად და აქტიურად დაწერა extension-ი, რომელიც ასაკეთებს ხა რა. იმ საიტზე რომ შევა მაგალითად LinkedIn-ზე შევიდა და ეუნება ეხა ყველა პოსტის რაღაცა engagement-ის რიცხვები და ვინ დააკომენტარა ეგენი ამომიწერე რა და მომეცი თქვა ფიდზე და ამას ჩალიჯობს და ვერ აკეთებს თავიდან რა მაგრამ თან როგორ აკეთებინებს ამას ხო რაღაც თულები აქვს რომ დომინახოს რაღაცა ეს ეუნება რომ არა კოდი დაწერე ამ ტიპა თავის agent დაწერა extension-ში ანუ იმას კი არ იყენებ კოდი დაწერე და eval-ით გავუშვებ რა eval-ი არის JavaScript-ში რაღაც ნებისმიერ strings მიცემ და გავუშვებ რა კოდად და დაწერე კოდი რომ ეს გააკეთო და ეს ბევრჯერ ცდის ამ კოდს წერს და ბოლოს ერთ რაღაც მომენტში მივა იქამდე რომ სწორად აკეთებს რა და მე შეუძლია ეს კოდი შეინახოს სკილად ანუ სახელი დაარქვას და შეინახოს ეს კოდი შემდეგ რომ დაარეფრეშებ page და ახალ აგენტს გავუშვებ და ეტყვი რომ ხა მომიკრიფე ეს ისინი ნახავს რა სკილები აქვს და იმ სკილებიდან იმპოვეს ამ skills just გავუშვებს codes რა basically ანუ რეალურად
აგენტს იყენებ იმისთვის, რომ ერთჯერადად ყოდი დაწეროს და მე რეალურად აგენტი აღარ სჭირდება, ეს სკილები შეიძლება ბათონად აჩვენო, რომ წკაპ და ჰენი რა. და სხვა ჟორჟა ინტროფიკმაც ეხლა დააფაბლიშა ცოტა ხნის წინ და აქამდე Cloudflare-საც ჰქონდა იგის, რომ ანუ რეალურად tool call-ები არ არის იმდენად efficient. რეალურად აგენტებს უნდა ვაძლევდეთ just რაღაც კოდის წერის საშუალებას, ანუ რომ მისცე რაღაც API-ები რა. და მაგის ის რა არის ანუ? მაგალითად ის რომ აი რო გაქვს ეგეთი ორი თული. წაიკითხე იმეილები და მე ამ იმეილებიდან ყველა იმეილს რაღაცა უქენ. ეხლა ნუ ვერ ვიფიქრებ კაი examples, მაგრამ რეალურად რაც მოხდება, ეს პირველი თული დააბრუნებს თქვა 2000 იმეილს. და მე ამ 2000 იმეილს just აიღებს და მეორე თულს მიაწვდის. Yes. დაგიხარჯა ეს context window ამაში, როცა ეს რეალურად საერთოდ არ იყო საჭირო, რომ აქ ყოფილიყო რომ summarize emails, მაშინ ჭირდება. ხო და არა, მეკითხე, მაგის solution არის ერთი თული უნდა გქონდეს, რომელიც ეგრევე წამოიღებს და მერე იმას. ხო, ვიცი რომ ყველა მაშინ ერთი ფუნქცია რატო არ აქვს ზოგადად, ხო? რა იცი რა. შენ არ იცი როგორ უნდა დააკომპოზო. და ისეთი data რომელიც მაშინ საფარამუშა მაგრამ აწובה ამას და მე რომ მოხდავს ერთხელ კიდე მოვიწვიოთ და ამ თემაზე მოგვიყვება რა. თავის რასაც აწובה. რომ ანუ tool says code რა, ანუ იმის მაგივრად რომ ძალიან ბევრი თული კონდეს და თვითონ agent-მა დააკომპოზოს, ანუ კოდად რა API-ებს მისცემ, რომ აი გაქვს ეს ფუნქციები და დაწერე კოდი რომ ესენი დააკომპოზოს რა. ანუ ისეთი decision-ები რაც მოკეთ ყველა ისეთი decision-ი რაც დაწეროს კოდი აგენტი. და ანუ მან ერთხელ დაწერს, გავშვით და იმ კოდში იქნება ის რომ ერთიდან რაღაცა output-ი რაცა მეორეს input იყოს და კონტექსტის ტოკენები არ fail-safe-ები იმ ფუნქციებში გექნება, რომელსაც გამოიყენება. რაც შეიძლება რომ დეტერმინისტულად აღიწეროს, მაგრამ წინასწარ ვერ აღწერი just. და ანუ თვითონ LLM-ის ის არ ჭირდება სამაგისტრო ძალიან კაი პოინტია. ძალიან. რა. და მაგის, ანუ ეხა პირველი რასაც ვფიქრობ ეგრევე რა. ანუ რაღაც ძალიან ამ წამს მომფიქრე უბრალოდ ის არის. დამოვალიდირებინეთ. აბა ანუ ეგრე რო ვაკეთებთ ეხა რაღაც აგენტს რო წარმოვიდგენთ, რამდენიმე თულით, სულ იმას ვამბობთ ხო რომ ანუ ჯერ ერთი თული გამოიძახა, მიხვდა რომ რაღაც უნდა გაკეთე, მაგის output-ი მიიღო, მე მიხვდა რომ მეორე ის უნდა გამოიძახა. მაგრამ აშკარად ეხა შენ რაც case-იც თქვი და აშკარად ბევრი case იქნება, როცა LLM-ს input-ი რო შემოვა და რაღაცა კონტექსტი რო აქვს, თავიდანვე შეიძლება გითხრათ რომ ჯერ ეს თული გამოიძახე, მე ამის output-ი ესწრო და ანუ აქეთ ამ ხარეს ანუ მე კიდე მე კი არ დამიბრუნო რომ მეორეჯერ გადავწყვიტო. არა, უეჭველი ეს ბაზარი არის რომ თავიდან ამ თანამდებობები გამოიდა. რაღაც ეგეთი პრობლემები უეჭველი იქნება რა. პროგრამირების პარადიგმაა მორგებული აგენტები. არა, რაღაც ეგეთი სახის პრობლემები იქნება რა. თუ ეს შენი რაღაც რაც შეიძლება decision tree ანუ გრაფია, მაგრამ ამ გრაფის განშტოებებზე გადაწყვეტილების მიღებას შეიძლება დეტერმინისტულად. ანუ იმის მაგივრად რომ LLM-მა ტექსტიდან ამოიღოს რომ აქეთ წავიდე თუ აქეთ, თუ შენ კოდი აბრუნებს ან true ან false, მაშინ კოდშივე შეიძლება რა. ხო, ანუ იდეაში მე რაც აღწერე, ეხა მივხვდი, ანუ მე რაც აღწერე, ეგ ანუ აგენტი აღარ არის, ეგა just workflow არის, სადაც ხო, მაგრამ შეიძლება დაჟე აგენტი იყოს. natural text-დან უბრალოდ ანუ ესე იგი concrete decision logika რაც არის, ეგ ის იქნება და ხო, ანუ აგენტი რეალურად აღარ არის საჭირო რა. ინციდენტია. ლაივში. on-call. და იდეალური დროა. on-call ზაღარ არას. არ ხუმრობს. ანუ იმას თუ გონიათ რომ ხუმრობს არ ხუმრობს. არ ჩაწეროთ პოდკასტი. ეხა კი აღარ თქვი რომ აჩო გათიშეთ ხო, მაგრამ ეხა უდოდ ყოდ ლევან გათიშე. ანუ ესე ჩემი ეს დამირეკავე ცოტა ხანი. მართლა. ეზიტები. კაი, ანუ დავი, მაგრამ აუზოდ რა არის on-call. იდეალური დასასრული მომენტი ხო არის. არა, დაგვიწერეთ თუ მოგეწონა სტუდიიდან. და გავაგზავნოთ რა სტუდიური ჩვენ ძალიან მოგეწონა ხოვაიბია. This is Sangas. აუცილებლად დაგვაიქეთ, დაგვასაბსკრაიბეთ. და გამოყავით Discord-ში და მოკლედ ხო, Discord-ში დაგვაიქეთ. შემდეგ ეპიზოდზე უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით რა. ლევან გათიშე. აჩა საქმე აღარ. კაი, ვაუ, პერფექტ. ძალიან გავასწავლე.